მოგესალმებით მეგობრებო. Როგორც ხედავთ, დღეს სტუმრად გვყავს ბატონი ლევან მამალაძე. ბატონ ლევან, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, შეერთებული შტატების მაცხოვრებლებს, ევროპის მაცხოვრებლებიც უყურებენ და ძალიან კარგია, რომ ამ ახალი წლის წინ ჩვენ ახლა კონტაქტი, ვიტყვიან, აღვადგინეთ და აი ვინც ვერ ჩამოვიდა თავის სამშობლოში, აქედან გული გვინდა რომ გაუთფოთ და რაღაცნაირად აი გვერდში დაგიდგეთ, რომ რა ვიცი, მე რა შეკვირდეთ, ერთ ჭიქას ავწევ და ვიტყვი, ვინც სამშობლოს მოწყვეტილია და სამშობლოში არ არის, რომ ღმერთის წყალობით სამშობლოს სიყვარული არ მოგაკლოთ უფალმა და მალე დაბრუნებულიყავით და ისე ყოფილიყო სიტუაცია, რომ გულგახარებული ბრუნდებოდეთ სამშობლოში ჩვენ საქართველოში. იცოცხლეთ ბატონ ლევან, დიდი მადლობა ამ სურვილებისთვის და ზუსტად ფართო საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია იმ პროცესებმა, რაც საქართველოში ხდება და არანაკლები ამის თამდები იყო ის თქვენი პოსტი თქვენს Facebook გვერდზე, რაც ბუნებრივია, ძალიან აქტუალურია და მივესალმები ამას ორივე ხელით, იმიტომ რომ ეს მე მგონი ყველაზე დროული ინიციატივა იყო, ესე ვთქვათ, ანალიტიკოსების მხრიდან, რაც თქვენ წარმოადგენთ ამ თქვენ პოსტზე და ზუსტად ამასთან დაკავშირებით სურს საუბარი და ეს თქვენი ინიციატივა არ გაჩნდებოდა უსაფუძვლოდ, ამას წინ უსწრებდა ის მოვლენები, ეს არის კონკრეტულად ბატონი ლილუაშვილის ამბავი, მანამდე მე და თქვენ ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრის და ესე ვთქვათ კორუფციულ სკანდალებზე, მანამდე კიდე იყო თავდაცვის მინისტრი და მოკლედ რასაც თქვენ ამ თქვენ პოსტში ავცელებთ და მინდა რომ საზოგადოებას უთხრა, იმიტომ რომ ვინც არ არის ბმულში ჩასმული, ეს არის საზოგადოებრივი ინიციატივებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების ცენტრი. და თქვენ აქ მინიშნება, ესე ვთქვათ, მინიშნება არის ბიძინა ივანიშვილის საკონსულტაციო ცენტრი. ასეა, ხო? საკონსულტაციო ცენტრი, ბიძინა ივანიშვილის ცენტრი. ხო. და ესე იგი, კიდევ ერთხელ უნდა გავემეორო, რომ ეს თქვენი ინიციატივა არ იქნებოდა აქტუალური, რომ არ ყოფილიყო ის წინამდებარე პრობლემები. ეს არის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ფასებთან დაკავშირებით. ეს არის იგივე ის პოლიტიკური და კორუფციული გარიგებები. ეს არის ისე ყბადაღებული კოლ-ცენტრები და ასე შემდეგ და ბატონო ლევან, მოდით აი დავიწყოთ. რას გულისხმობს ეს ცენტრი? იმიტომ რომ ბევრმა ნახა და გაეცნო, როგორც მე ამ თქვენ პოსტს და ამ ძირითად კონცეფციას და რომ გავშალოთ უფრო და მით უმეტეს აი ამ მიმდინარე მოვლენების კონტექსტში. პირველი ეს კორუფცია, მეორე ეს ფასები და მესამე ეს ყბადაღებული კოლ-ცენტრები. და როგორ უშუალოდ, მოკლედ, როგორ დავეხმაროთ უფრო სწორედ მართულ გუნდს. იგივე ბატონ ივანიშვილს, რომ მივაწოდოთ დროული ინფორმაცია. კი ბატონო, ესე იგი მე მინდა მოვყვე უბრალოდ საიდან ეს არა მარტო იდეა, რომ ჩვენ გადავედით უკვე რეალიზაციის ფაზაში, რატომ მივედით აქამდე და რატომ გაჩნდა ამის აუცილებლობა, მე ესე ვიტყოდი. თუ კი შევხედავთ ახლა როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, ხო? აი ტალღისებურად არის, მოდის მართველი, ის თავის რაღაც სისტემას ქმნის, მერე უარყოფაში გადადის, მერე წინააღმდეგობაში, არის უამრავი ფაქტორები შიდა, გარე, ზოგს უნდა თავისი მორჩილი ყავდეს, ზოგს უნდა მასზე იმუშაოს და ასე შემდეგ. ანუ ყველაფრის მოსაწონ რაღაც სისტემას ძნელი შესაქმნელია, მაგრამ ამას თავი გავანობოთ, შევხედოთ ჩვენ ახლა რა გვაქვს და რა სიტუაციაში ვიმყოფებით, იმიტომ რომ დღევანდელ სიტუაციაში ჩვენა გვაქვს ქართული ოცნების მმართველობითი სისტემა, რომლის სათავეში არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ეს მისი გაკეთებული არის, თვითონ არის ავტორი, თვითონ შეძლო ძალადობრივი რეჟიმი შეეცვალა ოცნების ხელისუფლებით და ესე იგი მან გაიარა 2012 წლიდან გაიარა საკმაოდ დიდი პერიოდი და გვაქვს დღეს არსებული სისტემა, რომელსაც რო უყურებთ, რა თქმა უნდა საჭიროა მას ძალიან ბევრი ნიუანსი დაემატოს დახვეწის თვალსაზრისით. ეხლა ამას რატო ვამბობ, იცით, მე არ მინდა რთული სიტყვებით ვილაპარაკო, ხა მე უამრავ სამეცნიერო მიმართულებით მაქვს ვთქვათ იგივე ხარისხი და როგორც მეცნიერულ დონეზე ვსწავლობთ ამ საკითხებს
მაგალითად პოლიტიკური მეცნიერების განხრით, სოციალური ფსიქოლოგიის განხრით, სოფლის მეურნეობის, გენეტიკისა და მართვის განხრით და რა ვიცი, ხა არ მინდა ბევრი რაღაც ჩამოთვალო, უბრალოდ მე როცა წასული ვიყავი და უკრაინაში ვცხოვრობდი, მაშინ თუნდაც ახალი კვლევითი მიმართულებები ავითვისეთ და მუშაობდით ამ საკითხებზე და მე მაგ ძალიან საინტერესო გამოცდილება როგორ შევაფასოთ, როგორ ჩავწვდეთ პრობლემატიკას, არა უბრალოდ რაღაცა დარგში, არამედ თვითონ მართლობით სისტემაში. ჩემთვის მაგალითად, როგორც პოლიტექნოლოგისტვის, კვლევის საგანი არის არსებული მართლობითი სისტემა. როგორც ხვები ისწავლობენ, თქვათ, რაღაც ანამნეზს აკეთებენ მედიცინაში, ჩემთვის იგივე ანამნეზი და დიაგნოზის დასმა არის მართლობის სისტემა და პოლიტიკურ ესე იგი სისტემასთან დაკავშირებით. ამიტომ კარგა ხანი ამას სწავლობდით, ვაკვირდებოდით ჩვენ იგივე სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის თვალსაზრისით და როგორც პოლიტექნოლოგი რამდენიმე მიმართულების აპრობაციაც კი გავაკეთე, სანამ მივიდოდე აი იმ ვარიანტზე, რაც ბოლოს ჩვენ დავასახელეთ, რომ აუცილებელი გახდა ბიძინა ივანიშვილის საკონსულტაციო ცენტრის ფორმატის ჩამოყალიბება. აი ხა მე მოუყვე მინდა უბრალოდ აი რა სიტუაცია გავიარეთ ჩვენ და გავიხსენოთ, ხო? იგივე სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ ოცნება მოვიდა როგორც კოალიციური ხელისუფლება, ხო გახსოვთ აი მიშაზე განაწყენებული, მისივე შექმნილი სხვადასხვა ჯგუფები, აღარ მინდა ისინი ჩამოვთვალო ეს ხო გახსოვთ რამდენი რაღაც ის იყო ჯგუფი, ყველა ელოდა რაღაც თავის ინტერესს, ფინანსურს თუ თანამდებობრივს და როგორც კი ვერ მიიღო ეს ივანიშვილისგან იმ წუთში განუდგნენ და დაიწყო შიდა ბრძოლა 2016 წელს ანუ რისი თქმა მინდა აი ეს ჯგუფები იყვნენ რაღაც ფორმით დაკავშირებული თავიანთ საზოგადოებრივ პლასტებთან და ცდილობდნენ თავიანთი ინტერესები ამ ჯგუფების მიხედვით რეალიზება გაეკეთებინა. შემდგომ როცა დაინახა ივანიშვილმა რომ აქ არანაირი გუნდი არ არსებობს, ყველა თავისას ეკაჭებოდა 2016 წელს არჩევნების შედეგად ფაქტობრივად ჩამოშორდა ეს ჯგუფები და დარჩა თვითონ ოცნება. მარტო ოცნება დარჩა, ნუ ხა მე არ შევაფასებ სხვადასხვა პიროვნებებს, ზოგი მიშასთან მუშაობდა თუ დღესაც მიშაზე ოცნებობს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს კოალიციური მომენტი ჩამოიშორეს. და ამას წინ უძღოდა სხვათა შორის იგივე ბიძინა ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლა და თუ კი შევხედავთ ის გრძნობდა და ეხლა როგორ არის იცით ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ რომ როცა ამხელა პასუხისგებლობას იღებ ადამიანი შენ ყველა ნიუანსი უნდა გაითვალისწინო თუ ძალიან რთულია იგივე მართო საზოგადოება მართო ქვეყანა და კონდეს აი კონტროლირებადი შედეგი იმ თვალსაზრისით რომ შენი ხელისუფლებაც გააძლიერო და საზოგადოებაც კმაყოფილი გყავდეს. ეს არ არის მარტივი ამოცანა, ეს ბევრ ნიუანსს, ბევრ კომპონენტს მოიცავს და თუ კი გავიხსენებთ იმ შეპირებებს, ხო გახსოვთ როგორ იყო იქნება თქვათ იაფი ფული, იქნება ანუ სოციალური დახმარებები, სოფელს დახმარება, გლეხს დახმარება, ბიზნესმენს პენსიების გაზრდა, ხელფასების გაზრდა, კომუნალური გადასახადების მინიმუმზე დაყვანა და ასე შემდეგ. ეს არ არის ჩემი სიტყვები, მათი განცხადებებია, თუ გაიხსენებთ, აი შეიძლება ზუსტად ციტირებაც კი გავაკეთოთ, როგორი ფორმით ითქმებოდა ეს და არა კორუფციას და არც ერთი ხელმძღვანელი არ იცხოვრებს საშუალო მოქალაქეზე, საშუალო მაცხოვრებელზე უფრო მდიდრად და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ეს კარგი გამონათქვამები იყო. და დაიწყო ეს პროცესი, გარკვეული შედეგებიც, ესე იგი, წამოიწია, მაგრამ კოალიციურობამ ხელი შეუშალა, შემდგომ ბიძინა ივანიშვილი წავიდა პრემიერობიდან და მოვიდნენ და სხვა პირები, მაშინ ღარიბაშვილი, შემდეგ სხვა პირებს უიცოლებოდა ესენი, მაგრამ ერთ ნიუანსს მივაქცევდი თქვენს ყურადღებას, რომ ივანიშვილი ხვდებოდა, რომ თვითონ უკვე მართლობითი სისტემა მას არ აძლევდა მთლიანად იმის საშუალებას, რომ თვითონ როგორც ავტორი ამ სისტემისა, ხო, კონტაქტი ქონოდა საზოგადოებასთან და ხალხთან. ანუ თვითონ სახელისუფლებო მმართველობა ვერ ანაცვლებდა უშუალო კონტაქტს. და მისი ინიციატივი იყო, გაგახსენებთ, იგივე ესეთი სახალხო მოძრაობა დაარქვა ამას, მოქალაქე თუ გახსოვთ, თვითონ ხელმძღვანელობდა ამას და რაღაც პერიოდი გავიდა და ეს საერთოდ გაქრა ეს გაქრა. თითქოს არც კი ყოფილა. ესე იგი დაიკარგა მაშინ ეს პირველი მცდელობა. ხა მიზეზები არ მინდა ჩავთვლე, მაგრამ არის არსებული ვერსიები იმისა, რომ თვითონ მართლობით სისტემა სახელისუფლებო შტოებს არ აწყობდათ ესეთი საზოგადოების არსებობა, თუმცა ცდილობდა ივანიშვილო რაღაცა ესეთი ფორმატის შეენარჩუნებინა.
შემდგომ თუ გავყვებით, გავიხსენოთ, რომ არჩევნებამდე, შემდგომ არჩევნების შემდეგაც ცდილობდა თვითონ ივანიშვილი შეხვედროდა მოსახლეობას რაიონებში ჩავიდა შეხვედრები მოაწყეს, თუ გახსოვთ. და ამის მერე კიდევ იკარგება ეს მცდელობები და ბოლოს უკვე ეხლა საბოლოო არჩევნების დროს 24 წელს საპარლამენტო არჩევნები და შემდგომ ეხლა ადგილობრივი არჩევნები რო იყო ამ წელს ხო ესე იგი მთლიანად ესეთი კონტაქტის რაიმე ფორმატი დაიკარგა. არც ერთი საკონსულტაციო რაიმე ორგანო დღეს ქვეყანაში გამოაცხადოთ, რომელიც ასახავდა მოქალაქეების განწყობას, ან რაიმე კონტაქტს, მათ სათქივარს გაიზიარებდა, ან ყურადღებას მიაქცევდა ისეთ გლობალურ საკითხებს, რომელიც ეხლა ბოლოს წამოიწია, ესეთ რეჟიმში, უწყვეტ რეჟიმში ესეთი რამე არ არსებობს. ერთადერთი არსებობს ქვეყანაში საკონსულტაციო ორგანო, ეს არის ბიზნეს ასოციაცია. და ის კი კაცა ის ცოტა ისეთ ფორმალურ ხასიათს ატარებს, რაიმე თუ აინტერესებთ რაღაცა თემა, რომ წამოიწიოს, იმას წამოაწევებენ, მე ამაზე რეაგირებას მოახდენენ და ამით შემოვიფარგლებით. ანუ თუ კი შევხედავთ ჩვენ მართლობით სისტემას დღევანდელ ვითარებაში, ხო, საზოგადოებასთან კონტაქტის რაიმე პლატფორმა არ არსებობს. ეს არის ფაქტი. ეხლა შევხედოთ რა მომენტები მოყვა ამას. ისეთ როგორ არის და რატომ მოყვა ეს ჩემი კვლევის შედეგია და მინდა ეს გაგიზიაროთ და რატომ გადავწყვიტეთ აი აქამდე მივყავს რა ეგ საკითხი. ეხლა უყურეთ როგორი თემა არის. აი რამ გამოიწვია ეს ხო? ყველა ხელისუფალი, ვინც არ უნდა იყოს, იმპერატორი, მეფე, მმართველი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ვინც არ უნდა იყოს რა, მმართველს ვიძახი ზოგადად, ცდილობს რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის რაღაცა ფორმატი გააჩნდეს. და ეს ფორმატი მათი მცდელობა რატო არო? ანუ ის ინფორმაციის წყაროები, რომელიც ოფიციალური ინფორმაციის წყაროები მმართველს, უმაღლეს მმართველს აძლევს, თქვათ, განმარტებებს, ხო? ის შეიძლება შეხედო ეჭვის თვალით, შეიძლება ნდობის თვალით, მაგრამ შენ მეორე წყაროს ქმნი, რომ შენ გადაამოწმო ეს ინფორმაციის ხაზი რეალურად ასახავს თუ არა ქვეყანაში არსებულ ვითარებას და საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. აი დააკვირდით ამას. ასახავს თუ არა, ხო? ესე იგი თუ ავიღებთ დღევანდელ ვითარებას, ესეთი პლატფორმა არ არსებობს, მაგრამ რატომ არ არსებობს, მე ახსნას მოგცემთ ამასთან დაკავშირებით. და რატომ არ ჭირდება და რატომ არ ცდილობს ამის გაკეთებას, თქვათ, მართლობითი სისტემა, ამას მინდა აგისვა. აქ არც ერთ შემთხვევაში პერსონალიებზე საუბარი არ არის. პერსონალიების თემა აქ არ დგას, რომ ვინც არ უნდა იყოს, უამრავი ადამიანი იცვლებოდა, მაგრამ ეს შემავსებელი რგოლი კომუნიკაციის პლატფორმა არავის არ გაუკეთებია. ასე რომ პერსონალიებზე არ არის დამოკიდებული ეს. ესე იგი, რასთან აგვაქვს საქმე? ბოლო არჩევნების შედეგებმა და მერე შემდგომ ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა ვიჩვენა, რომ იმდენად დიდი მხარდაჭერა მოიპოვა მმართველობითმა ძალამ, ქართულმა ოცნებამ, რომ მათ ჩათვალეს, რომ ყველა საკრებულოში, პარლამენტში ყველგან არის უმრავლესობა და ამას წინათაც ვთქვი, თუ კი ვინმე გაძვრა, ისიც ცდომილების დონეზე, 1-2 კაცი, რომელსაც მნიშვნელობა არ ქონდა, ისინიც 1-2 კაცი შეიძლება რაღაცა რაიონში სხვა რაღაც ჯგუფებიდან მოხვდნენ რა, თქვა დავარქვათ რაღაც ოპოზიციურ ჯგუფებს. ანუ იმდენად კონტროლირებადი გახადეს ელექტორატი, რომ ჩათვალეს, რომ თვითონ არიან ხალხი, თვითონ არიან საზოგადოება და რაიმე სხვა ფორმატის კომუნიკაციის საჭიროება არ არსებობს. ანუ სისტემამ შექმნა სწორედ აი ეს გარემოება. ახლა უყურეთ, მე საითკენ მიმყავს ეს ამბავი, რომ კარგად დავინახოთ, რასთან აგვაქვს ჩვენ საქმე. და ამას ჩვენ ხო ესე ზერელეთ არ ვუდგებით, ჩვენ სიღრმისეულად სწავლობთ ამ დეტალებს რა. რასთან აგვაქვს ჩვენ საქმე? უყურეთ, მე თვითონ ხო ესე კი არ ვამბობ, შესწავლის მექანიზმი რა, შენ თვითონ შეხვიდე სისტემაში, შეამოწმო, გადაამოწმო და ნახო. აი ხა გეტყვით ჩვენ რა გავაკეთეთ, ისევ როგორც ახლა ხშირად ვიმო, როგორც პოლიტექნოლოგი. საერთოდ პოლიტექნოლოგია ცალკე მეცნიერება და ძალიან ცოტა სპეციალისტებია ამ მიმართულების მინდა გითხრათ. ესე იგი ჩვენ ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ და აღვადგინეთ და წლევანდელ სიტუაციაში შევიყვანეთ საარჩევნო სისტემაში ესეთი სახალხო ხელისუფლება პარტია სპეციალურად, იმიტომ კი არ გავთვალეთ რომ რაღაცა მაინტერესებდა, როგორ მუშაობს საარჩევნო სისტემა, როგორ აკონტროლებს მმართველობა, იგივე სახელისუფლებო რგოლები ელექტორატს და რა მეთოდიკას იყენებენ, რომ ეს ელექტორატი მართლადი იყოს, კონტროლირებადი იყოს და მასიური იყოს. ამას რატომ ვიცით, ყველა ხელისუფალი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი
მექანიზმები გამოიყენოს და ამომრჩეველი ელექტორატი გახადოს მისთვის თავისთვის კონტროლირებადი. ამას ყველა აკეთებს, ეს ამაში ის კი არა, რატო აკეთებს. მაგრამ დღევანდელმა მმართველობამ ისეთ მაღალ დონეზე აიყვანა ეს ყველაფერი ყველა მეთოდის გამოყენებით, რომ მიახლოებით 90%-ს ამომრჩევლისას აკონტროლებს. ეს კი იმას კი არ ნიშნავს, რომ ისინი შინაარსობრივად მათი მხარდამჭერები არიან. ამას მინდა ხაზი გაუჩვა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმდენი მექანიზმებია გამოყენებული, ცალკე თემა თუ გნებავთ, მე გავშიფროთ, უამრავი მექანიზმია გამოყენებული ზეგავლენის, ადმინისტრაციული რესურსის, ძალოვანი სტრუქტურების, ფინანსური, იგივე ნაცნობობის, ეწოლის, ხელის გაწვდენის, სამსახურის შეპირა, უამრავი რაღაცა თემები, რომლითაც ცუდად განწყობილი ადამიანიც კი ისე დღეში შეიძლება ჩავარდეს, რომ ან საერთოდ გული აიწროს, ან მივიდეს და ისევ რომც არ მოსწონდეს ხმა მისცეს. ამას ვიძახი, ამას ასევე ვამბობ, პერსონალიების თემა არ არის, ყველა რეჟიმი იქნება თუ სახელმწიფო სისტემა იქნება, ცდილობს ეს გააკეთოს. ეს იმდენად მაღალ დონეზე არის დღეს აყვანილი, რომ ცნუნება და საფუძველი იმისა, რომ მართლობით სისტემაც გააჩნდეს განსა, რომ დღეს ვინც არიანო, ისინი არიან ხალხი და მათ არ ჭირდებათ კომუნიკაციის სხვა წყარო, ეს რეალობად იქცა. ეხლა დააკვირდით ამას, უკვე რეალობად იქცა, დააკვირდით ამას, ამან რა გამოიწვია, ხო? გამოიწვია შემდეგი რამ. დავაკვირდეთ ადრე, ხო ყველაფერი კარგად იყო. ეკონომიკა იზრდება, კორუფცია არ არის, ფული რო დავუდო, ხელი არ წაუწდება, ეს მათი სიტყვებია, მე არ ვიძახი მართველების. ყველა ჩვენთან როგორ შეიძლება კორუმპირებული იყოს, ხო? ანუ წარმოიდგინეთ, ეს ინფორმაცია ტრიალებს, ეკონომიკაში სიწმინდეა, არაფერი არ ხდება, ხალხი კმაყოფილი უნდა იყოს და ჩართავთ ერთ ტელევიზიოდ, ყველა კმაყოფილია, მეორეში ჩართავთ იგინება, ანუ როგორი პოლარიზაციის თემები შემოვიდა და ამას მოყვა კიდევ საზოგადოების დახლეჩვა, რომ ვიღაცა ერთ უმღერის ის მწერია, ამას უმღერის ის ევროპის წინააღმდეგია, ერთი მეცნიერი ერთთან დაждდა ის რუსი გახდა, მეორე კიდე იმასთან მივიდა ნაცი გახდა. აი ეს პერეფრაზირების გამოყენება PR ტექნოლოგიაში გადავიდა საზოგადოებაზე და ამან უფრო გააღრმავა პოლარიზაცია. ამაში არის ერთი ელემენტი ესეთი, რომ აი შენ ეს გამოიყენო საზოგადოების უფრო დანაწევრებისთვის და მართვის გაადვილებისთვის. ეს დაშვებული ამას ბევრი იყენებს ესეთ ფორმატს, მაგრამ ამან ჩვენ მიგვიყვანათ დეფორმაციამდე, რა დონის დეფორმაციამდე. ეხლა თუ კი ავიღებ ბიზინა ივანიშვილი, რომელიც არ არის ოფიციალურად პასუხისმგებელი ამ თქვათ იგივე მართველებზე და სამთავრობო მოქმედებებზე, არ არის მართლაც, მაგრამ თვითონ ადამიანების წარდგენაზე, სისტემის ჩამოყალიბებაზე არის პასუხისმგებელი. ზოგი რო ამბობს, რომ თავი არა ურიდებია თავი. როგორ არის და თავი, როცა საპატიო თავმჯდომარე უცნების დატომი ბიზინა ივანიშვილი პირდაპირ დებულებაში უწერია მას, რომ საპატიო თავმჯდომარეს უფლება აქვს წარადგინოს პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. და როგორ შეიძლება ეხლა ჩვენ ვთქვათ, რომ არა პასუხისმგებლობას გაურბის? არ გაურბის. ეს ერთი დეტალი, ეხლა გავაგრძელებთ უყურე როგორი თემა პასუხისმგებლობას არ გაურბის, მაგრამ არ არსებობს ინფორმაციის გადამოწმების, საკითხების შესწავლის ალტერნატიული უშუალო წყარო. ალტერნატიული უშუალო წყარო ეს უნდა იყოს მხოლოდ კომუნიკაცია, ეს პლატფორმა საზოგადოებასთან და ხალხთან. აი ამის არ ქონამ რა შედეგი მოგვიტანა, ხო? უმციკლო მინისტრები, უმციკლო ადამიანები, ხელშეუხებელი პირები. იგივე უშიშროების სუსის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი, ხო ხელშეუხებლები იყვნენ, ვინ წარმოიდგინდა რომ ვინმე ხელში ახებდა მათ. და არც კორუფცია ჩვენთან, ყველაფერი კარგად არის, ხო? შეხედეთ, ესე იგი, როგორც კი ეს ინფორმაცია, რამდენი წელი მიდიოდა ეს ინფორმაცია რაღაცა ფორმით ახლობელმა მიუტანა, სახლში ოჯახის წევრმა უთხრა თუ რაღაცა მიუტანა, მაშინ დაიწყო გადამოწმება ბიზინა ივანიშვილს. და მაშინ აღმოჩნდა, რომ თურმე ატყუებენ, თურმე კორუფცია, თურმე მინისტრები არალეგალურ ქარხნებს ხსნიან, ფულის გაცეცხლებაზე არიან გადასული, შემოდნებით ფულები უდევ და ასე შემდეგ. უყურეთ რა მივიღეთ ჩვენ. უშუალო კონტაქტი რო ყოფილიყო და პლატფორმა საზოგადოებასთან. სადაც მოხდებოდა ინფორმაციის გაფილტრა, შემოწმება და ამის შემდგომ დანახვა, ხო? ეს მოხდებოდა ძირშივე და არა ამ წლების განმავლობაში.
ანუ სისტემის გაჯანსაღების მექანიზმი დევს იმაში, რომ ჩვენ დღეს არა გვაქვს უმაღლესი მართლობითი პირებისთვის კომუნიკაციის საფუძველი საზოგადოებასთან რა. ჩვენ ამას როგორ უდგებით, იცით? შემიძლია კიდევ უამრავი მაგალითი მოიყვანა, თუ გნებავთ თქვენ გეკნებათ კითხვები ამაზე. მოდი ავიღოთ თუ გნებავთ ეს ფასების საკითხი. დღეს გავიგეთ ძალიან მნიშვნელოვანი. ფასების თემა დღეს გავიგეთ. ეხლა თქვენ ამერიკაში ცხოვრობ და ჩემი შვილიც მაგ არის, ესე იგი, მაგ ცხოვრობს, სკოლა მაგ დაამთავრა და ვიცი რა ხდება რა და ესე იგი, წარმოიდგინეთ, ესე იგი, ამერიკაში ხო ფასები იზრდება. მაგრამ საქართველოში იზრდება ის იმდენად დიდ სხვაობას იძლევა ადამიანის შემოსავალსა და ფასებს შორის, რომ ღრმავდება აი ეს დაშორება მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ძალიან დიდი ხდება. ამერიკის საზოგადოების სიჯანსაღე მდგომარეობს იმაში, რომ შუა ნაწილი, საშუალო ფენა ის არის თვითკმაყოფადი. ანუ იმდენი შემოსავალი აქვს, რომ მას შეუძლია თავი შეინახოს და ცუდად არ იცხოვროს და სახლი კონდეს, მანქანა ყავდეს, სამუშაო კონდეს, ხო? ეხლა არავის არ გულხინს, მაგრამ შედარებისთვის თუ მოვიყვანთ ამას, ჩვენთან ძალიან დიდი სხვაობაა. აი უდიდესი სხვაობა და ეს იწვევს არამდგრადობას ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი თვითონ სოციუმის არამდგრადობას, რომელიც სოციუმი უნდა იყოს სახელმწიფოს სიძლიერის ფაქტორი და არატურბულენტობის, არამდგრადობის, რა, მოდი ესე ვთქვა. ამას ვადარებთ კიდეც ბატონო ლევან, ნიუ-იორკის ფასებს, თბილისის ფასებს და ბევრ რამეში თბილისში უფრო მაღალი ფასებია წარმოიდგინეთ. შემოსავლის თანაფარდობაც დავაკვირდეთ რა. აბა მაგას ვიძახი, რა შემოსავალი, ეხლა ჩვენთან ფასიც მეტია და შემოსავალი ნაკლები. აიგეთ, ეხლა რატო ვიძახი ამას? ფასების თემა, ხო? არ შეიძლება ეხლა ეს იყოს კიდე რაღაცა კამპანიური, ხო? მე არ ვიცი ეხლა იქ განცხადებები გააკეთეს. კარგია რომ ამას ყურადღებას აქცევენ, მაგრამ პროფესიონალურ მიდგომას მე მაგალითად დიდად ვერ ამჩნევ. მე არ მინდა ეხლა აი ბევრი წერს ამაზე, ესე დავარქვათ ამ საკითხს, რომ იცით, აი ახალი წელია, განწყობა ცუდია, ხალხს აი არ აქვს შემოსავალი, სახალხო სუფრა გააწყოს, შარშან რო აწყობდა და რაღაცას დებდა, თქვა, შეეძლო იქ იმის ინდაურის ბარკალი დაედო, საცივი გაეკეთებინა, დღეს ეხა ინდაურთარა და შეიძლება ქათამიც კი ვერ იყიდოს, ხო? თუ კი 10 კვერცხს ყიდულობს და ეხა შეიძლება 5 კვერცხი იყიდოს. აი ეს უამრავი თემებია ისეთი და ამ განწყობას ხო ვერ შეუცვლი შენ ტელევიზიაში გამოტანილი სურათებით, ხო ვერ შეცვლი ამას. განწყობა მაინც განწყობა, ადამიანი აღებს მაცივარს და ხედავს რომ ადრე თუ ქონდა თქვათ მაგალითად 1000 ლარი ქონდა ყიდულობდა და ავსებდა მაცივარს, ეხლა შეიძლება ხელფასი დაუმატეს 1200 აქვს, მაგრამ ნახევარსაც ვერ ავსებს. აი მიხვდით როგორი თემა არის, ამიტომ აი ამ ეს არ უნდა იყოს ეს ღონისძიება, რომელიც გამოცხადდა დღეს. მე მივესალმები და იმედი მაქვს, რომ შედეგი დაიდება, მაგრამ თუმცა ეხლა არ მინდა მე კრიტიკაზე გადავიდე, მაგრამ იმედი ვიქონიო თუ რაღაცას გააკეთებენ, ხო? მაგრამ ეს არ უნდა იყოს კამპანიური თემა ახალი წლის გამოცხადებისთვის, გამიგე? საშუალო ფასის გამოთვლაზეც რამე თქვით ბატონო ლევან რა, იმიტომ არა გეტყვით ეხლა როგორ ხდება 2100 ლარი არის საშუალო ხელფასი. არ არის რა ეგრე რა, ეხა ძალიან დიდი დისონანსია ეხა. ეხლა მე გეტყვით რატომ ხელფასიდან თუ გამოყავთ საშუალო ხელფასი, ესე არ არის რა. მოდით გამოთვლის კრიტერიუმებსაც დაუბრუნდეთ რა, ეს კარგი ცეკვაა, გეტყვით რა. საერთოდ მარტო მაგაში არა. გამოთვლის კრიტერიუმები, აი როგორ არის, ეხლა ჩვენ ვიტყვით, რომ საქართველოს კარგი შედეგები აქვს და რა თქმა უნდა, კარგია რომ შედეგები აქვს და ეკონომიკური მაჩვენებლები და არიან რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აი ესეთ შედეგებში პრიორიტეტს ანიჭებენ და რეიტინგი მაღალია, ხო? კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი ხო უნდა აისახებოდეს ადამიანის კეთილდღეობაზე. ამიტომ გადავაბები ამას, რომ აი ეს გამოცხადება ფასებთან დაკავშირებით, ხო? ისა ისმის რაღაც გაითიშა. ისმის. ხო და ესე იგი ფასებთან დაკავშირებით ეს გამოცხადება კამპანიური არ უნდა იყოს, იცით? მე ცოტა აი გამიჩნდა ესეთი ხინჯი, მინდა გითხრათ, გამოცხადდა ფასებს მივხედავთო, ხო ეს ერთი. დიახ. აი ფასების მიხედვა გადავიდა, რომ კომისია შეიქმნება პარლამენტში, არ ვიცი ხა რამდენად საგამოძიებო კომისიის საკითხია ესა, ეს მთელი კომპლექსია და არა საგამოძიებოსი, მაგრამ ეს გადავიდა გაზაფხულზე, ხო? მაგრამ ეხლა უკვე 1 იანვრიდან აპირებენ რომ მოიმატოს გაზისა და ელექტროენერგიის ფასმა.
მე აი ხვდებით როგორი თემა არ მინდა ეხლა მე მაგი კარგად მესმის რა არის ეს ტექნოლოგიები არ მინდა მაგაში ჩავიდე ბოლომდე მაგრამ ეხლა თლათ ესეთი უჯგო არ შეიძლება იყოს ჩვენი საზოგადოება რა რომ მოდი ქათამი ეგერ იქ ექნებათ იმაში გაზაფხულზე და კვერცხს კიდე წაგართვებთ აგერ 1 იანვარსო რა აი რაღაც ეგეთი თემა ცოტა დასაფიქრებელია და ესეც სხვანაირად უნდა კეთდებოდეს იხდით რაზია ლაპარაკი. საერთოდ შეფასების კრიტერიუმებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ როცა ვამბობთ ფასების დარეგულირებას, ფასების დარეგულირება პოლიციით და იმით ეს არ ხდება. შეიძლება ამან შეცდომა გამოიწვიოს და აშინოს ეს შემომტანები და დეფიციტი გამოიწვიოს და უცბად დეფიციტმა უფრო გააზვეროს ყველაფერი. საერთოდ აი ეს იმდენად კომპლექსური საკითხია, ესეთი კამპანიური მიდგომით არ შეიძლება მთელი პროგრამა უნდა კონდეს. ჩვენ აი ხლა გეტყვით, როცა ვიძახით შეფასებებზე, ხო? ხო ვიძახით ექსპორტ იმპორტი კი ბატონო ძალიან კარგია ექსპორტ იმპორტ და სტატის მონაცემებით ექსპორტ იმპორტი იზრდება ჩვენთან და იცით რის ხარჯზე იზრდება? როგორ გონიათ რის ხარჯზე იზრდება? ნუ ერთი ალბათ ამერიკაში ვარ და იმიტომ ალბათ ნუ ავტომობილების იმპორტის ხარჯზე. აი სწორედ თქვით ავტომობილების ესე იგი რეექსპორტი ჩათვლილი არის ექსპორტში და იქედან თანხა ჩვენთან ხო არ რჩება ავტომობილის თანხა ჩვენთან არ რჩება ის ტრანზიტად გადის ჩვენთან შეიძლება ეს თანხა დარჩეს იმ გადამზიდავს რაღაცა თუ ღირს თქვათ $30,000 შეიძლება $500 დარჩეს იქედან არ ბაშდება ხო ჩვენ საქართველოში არ ილექება არაფერი არა რა თქმა უნდა ეს თანხა უბრალოდ შემოდის გადის მაგრამ ბრუნვაში ხდება და ისე ლამაზად დავინახავთ ამას ხედავთ კაცო 2 მილიარდზე მეტი 2 მილიარდ 300,000 მანქანის ექსპორტია ჩვენთან თითქოს ვაწარმოებთ. აი გამოვაცალოთ ახლა ჩვენ ეს ექსპორტის საკითხი, ექსპორტ-იმპორტის ბალანს და ბალანსი არის შემდეგნაირი, მიახლოებით არის ესე იგი 65% არის იმპორტი და 35% არის ექსპორტი. ცუდი ბალანსი გვაქვს, მაგრამ დადებითად ამას ამბობენ, რომ გაიზარდა ერთიც და მეორეც, გაიზარდა მანქანების რეექსპორტი, რომ გამოვაცალოთ მანქანა, დაგვრჩება 80-ზე. 80 არის იმპორტი და 20 არის ექსპორტი. და ამ ექსპორტში ისეთი რაღაცეებია კიდე, რომელიც ჩვენ ეკონომიკას პირდაპირ არ აძლიერებს. აი უყურეთ, როცა ფასებზე რატო გამყავს ეგ თემა. როცა ფასებზე ვამბობთ, ჩვენ არ ვაწარმოებთ პროდუქტსაც სასურსათო უსაფრთხოება ეს არის უმთავრესი თემა და წარმოიდგინეთ ახლა უბრალოდ ზოგი იარაღი აქვს ზოგს და რაკეტები ხო მაგრამ შიერი ჯარისკაცი და შიერი ოფიცერი თუ ყავს ის არც ერთს გაგიკეთებს არც მეორეს და შენი სურსათის უსაფრთხოების გამო პირველ რიგში დამარცხები რომ შედარებისთვის მომყავს ეს არის უმთავრესი თემა მაგრამ რას ვაკეთებთ იმისთვის რომ ჩვენ ახლა ზამთარი შემოვიდა და პამიდორი არ არის ჩვენი კიტრი ჩვენი არ არის ნიორი ჩვენი არ არის ყველაფერი შემოდის უზბეკეთიდან და თურქეთიდან ჩვენა მიწა არა გვაქვს ფერმერი არა გვყავს რაღაცა ფულები რიგდება პროგრამებია სასახურო მეურნეობები იყო ბატონოლებო უყურეთ ეხლაც შეიძლება ამის გაკეთება მაგრამ სახელმწიფო ფულს ხარჯავს ფერმერის დასახმარებლად და შედეგს ვერ იღებს და აი კიდევ აქაც დამარხულია კრიტერიუმები ხო ვამბობთ და ვალამაზებთ ყველაფერს სახელმწიფომ ამდენი ასეული მილიონი ლარი გახსცა გრანტი და ის კრედიტი შეღავათიანი ფერმერებზე ამდენმა ფერმერმა მიიღო ძალიან კარგი ციფრებია რაოდენობა ფერმერების და ასევე დახარჯული თანხა რომელი გლეხი გახდა მდიდარი რომელი ფერმერი გახდა მომგებიანი ამას ხო არავინ არ ათვლის და მინდა გითხრათ ძალიან დიდი რაოდენობა კოტრდება იმიტომ რომ არასწორი მიდგომებია მარკეტინგული მომსახურება საერთოდ არ არსებობს კაცი მიაწყდება ხან მოცვი მოყავს ხან მალინა მოყავს თუ რა ქვია მოცხარი მოყავს ხან ის რაღაც ხეიზდება მაღალი პალელიო თუ რაღაც ქვია იმას მიაწყდებიან და მერე ვერ ყიდიან კოტრდებიან დავიხებულობთ შედეგად ამას ანუ ესე იგი ხომ და დავინახოთ რომ ამ სისტემას რა ხარვეზია ხო მივხვდით როგორი თემა და ეს ინფორმაცია სანამ არ მივა მაღალ მართლობამდე რომ მინისტრი კი არ არის ცუდი სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო კი არ არის ცუდი არამედ სისტემაშია ეს პრობლემა მე როცა არჩევნებზე ხო აგიხსენით ჩვენ როგორ შევისწავლეთ ეს საკითხი და ვიცით ხო ანალოგიურად ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ესეთი ცენტრი ქვია ამასაც ეს არის საზოგადოებრივი გამოძიების ცენტრი კორუფციული მიმართულებებს
შევედით, ვნახეთ, აი იგივე საჯარო რეესტრში ვნახეთ რა ხდება. საჯარო რეესტრი შევისწავლეთ. და აი საინტერესო რაღაცებს ვაწყდები, რატო უყვები ახლა საჭიროება საიდან წამოვიდა. საჯარო რეესტრი არის უზარმაზარი სტრუქტურა, რომელიც მომსახურეობას უკეთებს, სერვისს უკეთებს ჩვენს მოქალაქეებს. იურიდიული თუ ის უძრავი ქონების მიწის რეგისტრაცია, გადაფორმება და ასე შემდეგ, ხომ? აი ეს არის კომპანიების რეგისტრაცია, ეს არის სერვისები და იუსტიციის სახშია ძირითადი მაგათი საკითხები. მაგრამ როცა ამ სისტემური რეგისტრაციის სიტუაციაში კომპანიების რეგისტრაციის ამბებში და დავინახეთ სისტემური კორუფციული მომენტები, ჩვენ ავდექით და მივწერეთ ოფიციალურად მივწერეთ წერილი ხელმძღვანელს, ხო? იმას რეესტრის ხელმძღვანელს და ეს შედის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, იუსტიციის მინისტრსაც. როგორც სასაცილო რაღაცა ხო არის. ესე იგი წერილი გაუგზავნეთ და ვერ მივაგენით წერილი სად იყო. გვაგზავნიან იუსტიციის სახში მიდით, კანცელარია ჩვენ არა გვაქვს, ხო გვეუბნებიან ეს ისინი. როგორ არა გაქვს კანცელარია? არა, იქ არისო. ესე იგი იუსტიციის სახში როზიანის ახალგაზრდა გოგოების 700 ლარზე საშინელ დღეში არიან, ყველას უნდა უპასუხო და მათზე გადადის ეს პასუხისმგებლობა 700 ლარზე მუშაობს და არ ვიცი ხა მოუმატეს თუ არა. და მათ აკისრებენ პასუხისმგებლობას, არა და ეს წერილი არ ეხება სერვისს. წარმოიდგინეთ სისტემის კორუფციულ დეტალებზე ვწერთ ჩვენ ოფიციალურად, ხო? და გვაგზავნიათ, არ ვიცით სად არის წერილიო რა. დავედით სპეციალურად მე იქაც მივედით, რაღაც კანცელარია არის, რომელშიც არ გიშვებენ, ესე წარმოიდგინეთ, სადაც რაღაც პატარა კანცელარია, წვდომა არა გაქვს, არ გიშვებენ. აი ისევ იუსტიციაში გაგზავნე, მე ვთქვა, არ არის ეს წერილი იუსტიციაში რა უნდათ იუსტიციის სახში, როცა სერვისს არ ეხება, ხო? შემთხვევით ქალბატონი გამოვიდა ერთი მიცნო დამინახა და მე ვთქვით აი ეს წერილი ნახეთ არა შემოსვლა არ შეიძლება შევიდნენ არ ვიცი კანცელარია რამდენ რა ის არის ეს იგი ხელმეუწვეო რაღაც ოთახი ერთი იმაში არ ვიცი აი ვერ ვხვდები აი რაღაც ისეთი ცოტა გაუგებარი რაღაცები არ მინდა ხა ეს რაღაც იუმორში გადავიტანო მაგრამ მე გამოვიდა ეს კიო ვიპოვეთო თქვენი წერილიო და ვის დაეწერა და ვერ გეტყვით ვის დაეწერა აი კი ბატონო ვერ გეტყვით ვერ მეუნებიან რა ესო არ შეიძლება უთქმა კომპეტენციალურად აი როგორ შეიძლება არ შეიძლება თქმა ვის დაეწერა კაი ავანებეთ ამას თავი მოვიკითხეთ მე ესე იგი იუსტიციის მინისტრს მივწერეთ იუსტიციის მინისტრს მივწერე სპეციალურად რომ მას კონტროლი გაეწია იმიტომ რომ ეს ეხება სისტემის სრულყოფას ხო ჩვენი წინადადებები იქაც პასუხი მივიღეთ რომ თქვენი წერილი მოვიდა და დაეწერა ის ისევ ესე იგი რეესტრის სააგენტოს დაეწერა ანუ ვისთანაც ჩვენ ვამბობდით რომ პრობლემებია შეისწავლეთ ისევ იმას გაუგზავნეს ანუ ეხლა უყურეთ აქ რა ხდება დააკვირდით ერთ დეტალს ამას რატო უყვები და იგივე თუ გნებავთ იმაში რა ქვია ამას წინათ მოვყვები ამას ფაქტებს რატო რომ წარმოვიდგინოთ რა კონკრეტული ფაქტი მქონდა დანაშაულის მაგალითად აი მოვყვები ესეთი არის დათო ბეჟუაშვილი გაგიგიათ ალბათ რომელმაც ჯერ მოიპარა წაართვა ხალხს ეს ქონებები ერთი ჩემი ახლობელი იყო დათო მხეიძე მე მისი წარმომადგენელი ვიყავი ვარ ოფიციალურად გარდაიცვალა ამ ნერვიულობით რომ წაართვეს აი ამ ზონდერულად ქონება აქციები და თავისი ისა ორგანიზება გაუკეთა ბეჟუაშვილი მილიონერი გახდა დათო მხეიძე გარდაიცვალა ეს ფაქტები ყველაფერი პროკურატურას გაუგზავნეთ იყო დაზარალებულად ცნობილი მე იმდენი იჩალიჩეს ამ სიტყვას ვიხმარ რომ გააფუჭეს ეს საქმე და მე ვითხოვ მომეცით მასალები და გამარკვიეთ რა მოხდა და რამდენიც არ მივწერე ეხლა ის ვარაკიძე აქტიური კაცია გენპროკურორი უყურებ აი აქტიურად არის ჩართული ცდილობს რომ რაღაც აი სისტემას ხელი დაატყოს უფრო გააკეთილშობილოს მაგრამ აი მე მივწერე ამ თვალსაზრისით რომ არ დაავალოთ იმ ხალხს რომლებიც არიან აი ბეჟუაშვილის გავლენის ქვეშ მოქცეული და დაავალეთ სხვას ისევ იმათ დაავალეს ვისთანაც ადრე იყო ხა აქ უყურეთ რაზეა ლაპარაკი აქ პერსონალიებზე არ არის რა თემა აი უყურეთ არ მიდის ხელმძღვანელთან აი წარმოიდგინე მე თვითონ ხო ხელმძღვანელად სამუშევარი ვარ ყველა წერილს ვერ დაიკითხავ ყველა წერილს შენ თვითონ პასუხს ვერ გასცემ მაგრამ შენი ვალდებულება არის ისეთი სისტემა შექმნა რომ როცა მოდის წერილი ესა სერვისებზე არ არის აი რაღაც თემატური საკითხია რომელიც შენ უწყებას ეხება ის ვალდებული უნდა იყოს შენი სამსახური შენი თანაშემწე გაგაცნოს და შენგან მიიღოს ის დავალება რომელიც შემდგომ შედეგამდე მიგიყვანს ანუ ეს საკითხები უფრო სადამდე არ მიდის მივხვდით რაში არის საქმე
აბა როგორ შეიძლება წარმოიდგინოთ თქვენ მაგალითად იუსტიციის მინისტრი, რომელთანაც მიდის და ეუნებიან, ეხლა რა ვიცი, ეხლა ბევრი მიცნობს და ქუჩაში ხვდება ხალხი იცნობენ და სახელს და გვარს რო ეთყო და მოიწერა ამ კაცმა საზოგადოებრივი გამოძიების ცენტრია და გვეუბნება რომ თქვენთან რაღაცა პრობლემაა სისტემური, ხო? როგორ იტყოდა რომ ადექი და ისევ სადაც პრობლემა იმად დაავალეთ. არ მისულა იქ. ანუ აი ამ თელს იმიტომ მოუყვევი ეს ამბავი რომ ჩვენა გვაქვს სისტემურ პრობლემებთან საქმე. მე აი ახლა ვაგრძელებ კიდე კორუფციულ თემას, ხო? თქვენ რა გგონიათ? ბიზინა ივანიშვილმა ყველაფერი იცოდა რომ ის მინისტრი თავდაცვის იქ რაღაც იმიდან ფულებს ჭამდა და იპარავდა. იცოდა რომ პრემიერი რაღაცას აკეთებდა, იცოდა რომ მისი სანდო კაცი რომელსგანაც ინფორმაცია უნდა მიეღო იგივე კორუფციაზე და დანაშაულზე, სუსის ხელმძღვანელი რომ ბაღების თანხებში და რაღაც წილებში იჯდა და თანხებში ეს რო ცოდნოდა, ეხლა ეს რო ცოდნოდა დაელოდებოდა რა, მე არ იცოდა. და ვისაც უნდა ეთქვა თვითონ იყო ჩართული ამ პროცესში. ამიტომ დააკვირდით ამას, ჩვენ რასთან გვაქვს საქმე, ჩვენ გვაქვს სისტემურ პრობლემასთან. ჩვენ გვაქვს ისეთი საკითხი აუხსენი რა, რამდენიმე მიმართულება. ერთი რომ ხელისუფლება მართლობითმა სისტემამ ჩათვალა, რომ რახანს ყველგან ელექტორატს აკონტროლებენ, რახანს ყველგან ეს არჩევითი ორგანოები მათი არის, რომ ხალხთან კონსულტაცია და კონტაქტი არ ჭირდება და ეს თვითონ მათი შექმნილი, მათი დაკომპლექტებული არჩევითი ორგანოები ეს არის ხალხი. ვიხდი დააკვირდით ამას. ამის ჩათვლის უფლება მათ აქვთ. შეუძლიათ ესე ჩათვალო. რამდენად ეფექტურია ეს მეორეა. და გავყვეთ ასევე ყველაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი ბიზინა ივანიშვილი, რომელსაც უნდა გქონდეს ალტერნატიული წყარო, ესე იგი ურთიერთობისა და კომუნიკაციისა საზოგადოებისა, ეს სისტემა თვითონ დაინტერესებულია, რომ ესეთი პლატფორმა არ არსებობდეს. მიხვდით რაში არის საქმე. ამიტომ ვღებულობთ, რომ ყველაფერი კარგად არის და უცბად აღმოჩნდება თურმე კორუმპირებული არიან. თურმე ფასები ეხლა გაიზარდა, ამას კრიტიკით კი არ ვიძახი, ეს კობახიძის ბრალი ან სხვისი ბრალი კი არ არის, ეს არის სისტემა, რომელსაც ჭირდება დახვეწა. ამიტომ მე როგორც აი ამ მიმართულების სპეციალისტი ამას როცა ვაანალიზებდით, ჩვენ სწორედ ჩამოვყალიბდით იმ მიმართულებაზე, რომ შეგვექმნა სრულიად ახალი სისტემური არქიტექტურა. არქიტექტურა რას ნიშნავს? ჩვენ ასაშენებელი გვაქვს ეგ სისტემა და დასახვეცი გვაქვს, არქიტექტურა ამას ქვია და შეგვექმნა ახალი კომუნიკაციის ინსტიტუცია, ანუ პლატფორმა, რომლითაც მაღალი თანამდებობის პირებს, უმაღლესი მართლობითი ორგანოს ხელმძღვანელს, მე ბიზინა ივანიშვილს ესე დავარქმევდი, თვითონ არის ავტორი, რომ მას ჰქონდეს კომუნიკაციის ისეთი საშუალება, რომელიც მას დროულად მისცემს ინფორმაციას. ესე არ უნდა იყოს, ეს როგორ არის, იცით? ამ ანალიზს და ამ მიდგომებს ბევრ ქვეყანაში სპეციალური შექმნილი ინსტიტუტები აკეთებენ. სპეციალურად ქნიან. აი ნახეთ ახლა შეერთებულ შტატებში რამდენი მიმართულების ინსტიტუციებია. ვინ სწავლობს ჩინეთის საკითხს, რუსეთზე ცალკეა მიმართულება, ცენტრალური აზიაზე ცალკეა, იქ Middle East რა ქვია ის Middle East-ი როგორ არის ხეთო? შუა ახლო აღმოსავლეთის თემებზე ცალკე სწავლობენ. მთელი ინსტიტუტები არიან ამზადებენ, სწავლობ იქაც უამრავი შეცდომა მოდით, იმიტომ რომ მაგაც შეიქმნა გარკვეული ეს სისტემური პრობლემები. ჩემატო 7 სახის სადაზოროს მასახური ყავთ ბატონო. აბა რა, მე არა იგივე რუსეთი აიღეთ კაცო, რამდენი ინსტიტუტ აფრიკის ინსტიტუტი, შუა ევროპი, ცალკე მუშაობენ, ამზადებენ, ანალიტიკას აკეთებენ. ამიტომ ჩვენთან ესეთი რამ არ არის და აი სისტემა დამოკიდებულია იმაზე, აი უცბად რაღაცას გაიგებენ და მოდი ვეცეთ და მოდი გავაკეთოთ. არ შეიძლება ეგრე. არა გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ რისკები გავწიოთ და ჩვენი საზოგადოება იყოს ცალკე, მართლობითი სისტემა იყოს ცალკე და ყველაფერი გადავიდეს ამ ტელევიზიებში და ვაჩვენოთ რაღაც ერთი დადებითი სურათი, მეორე ნეგატიური სურათი, აღარ მუშაობს ეს და თვითონ მხარდამჭერებშიც, ანუ ხმის მიმცემებშიც იწვევს სერიოზულ უკმაყოფილებას. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ სწორედ აი ამ ახალი კომუნიკაციის ინსტიტუციის ჩამოყალიბება და ამას დავარქვით და ახსნა მინდა დავარქვით სპეციალურად ესეთი სახელი, ეს არის საზოგადოებრივი ინიციატივებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების ცენტრი.
ბიძინა ივანიშვილის საკონსულტაციო ცენტრი. მე მინდა კონკრეტულად აგიხსნათ, რატო საზოგადოებრივი ინიციატივა. ჩვენ გვჭირდება, ჩვენ გვქნით ახალ პლატფორმას, გვქნით ეს იქნება სათათბირო, საზოგადოებრივი სათათბირო და ჩვენ ხალხს ვეკითხებით, თქვენ ნახეთ ჩემი პოსტი, ვეკითხებით, ვინ გიდათ რომ იყოს იმ სათათბიროში. ანუ უნდა იყვნენ ის პირები, რომელსაც საზოგადოება ენდობა, პრობლემებს დააყენებს და ეს ადამიანები ამ პრობლემების ჩამოყალიბებაზე იმუშავებენ. პრობლემა შეიძლება ეხლა თქვა, მაგრამ უნდა იცოდეს, საიდან მოდის, რატომ მოდის, მიზეზი რა არის, ხო? და ამ ვისაც ენდობიან, რომ მათ გქონდეთ საშუალება ამ სათათბიროში ეს პრობლემები დააფიქსირონ. ეს ერთი მიმართულება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, ჩვენ სრულფასოვან ინსტიტუციას ვქნით. ეს არის მეორე, ეს არის ინსტიტუტი. ეს არის კვლევითი და ანალიტიკური ინსტიტუტი. აი, რასაც მე გითხარით, ქვეყნებში სხვადასხვა მიმართულებები, ეს ინსტიტუტმა რა უნდა გააკეთოს? ეს დასაწყის ეტაპზე ალბათ ჯგუფი იქნება, უნდა იყვნენ მოწვეული და მოვიწვევთ ჩვენ სპეციალისტებს, ესე იგი იმ პროფესიონალებს, რომელთაც შეუძლიათ არსებულ პრობლემებს, რომელსაც საზოგადოება გამოკვეთავს, მათი გადაწყვეტის კონკრეტული პროექტები მოამზადოს, კონკრეტული გადაწყვეტილებები მომზადდეს, რომელსაც ჩვენ გაზინა ივანიშვილს პრობლემას პლუს გადაწყვეტის ვარიანტი. ბიძინა ივანიშვილს მივცემთ, პრემიერ-მინისტრს მივცემთ, პრეზიდენტს მივცემთ, პარლამენტის თავმჯდომარეს. ანუ ჩვენ გვქნით ისეთ პლატფორმას, როცა უწყვეტი კონტაქტის საშუალება იქნება და არ იქნება სისტემა დამოკიდებული იმაზე, ვიღაცა მიუტანა ინფორმაცია, არ მიუტანა ინფორმაცია, პრობლემა არსებობს, არ არსებობს და ამ დროს როგორ ეს მიდის სიტუაცია და აი ეს დაშორება იზრდება. ზოგს გონია, რომ მარტო ელექტორატის კონტროლით ან არჩევითი ორგანოების დაკომპლექტებით ეს წყდება, არ წყდება ესე და ხშირად ეს იძენს საკმაოდ სახიფათო ესეთ მასას, რო იტყვიან, უარყოფით მასას და ამან ეს შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს. ამის უფლება ჩვენ არ აქვს. ამიტომ ჩვენ ამ კონსულტაციის პროცესში შესული ვართ, ამას ჩვენ ვაკეთებთ, საზოგადოებას მივმართეთ, რომ აუცილებლად მოგვეცით თქვენი წინადადებები. ეს არ არის არც პოლიტიკური, ესე იგი, პროცესი, ეს არ არის ვინმე საწინააღმდეგო, ეს არ არის პერსონალიების მიმართ საწინააღმდეგო, მინდა ხაზი გაუსვა და ვიღაცასთან კონფრონტაციაში შესვლის რაღაცა ფორმატი. არ არის ეს. გამორიცხულია. ეს არის საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, მათი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, პრობლემების გამოკვეთაში, ინიციატივების დაფიქსირებაში და ჩვენი მხრიდან კიდევ პროფესიონალური გადაწყვეტილებების მომზადებაში, რასაც ჩვენ მივცემთ. ეხლა რატო არ ვჩერდები? ზოგი ამბობს, აი მე რა თქვენ ამას გააკეთებთ, ყველა ფეხებზე დაიკიდებს, იცით როგორი რამეა? ვერ დაიკიდებს. როცა ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მიუტანთ პრობლემას ჩამოყალიბებას, გადაწყვეტილებას მიუტანთ და დაინახავს, რომ ეს საკითხი საჭიროებს რეაგირებას, ვინ მივა და ვინ რომელიმე მინისტრი იტყვის, იცი რა, არ გვინდა ესა? არ იქნება ესე. ვერ გააკეთებენ ამას, გამორიცხული არის. თვითონ ჩვენ ღია ფორმატს ვთავაზობ, პირდაპირ აი აგერ გეუბნებით. როცა ჩვენ დავიწყებთ ამებზე მუშაობას ნებისმიერ პრობლემის განხილვაზე და გადაწყვეტილების მომზადებაზე, პირდაპირ მთავრობის წარმომადგენლებს, ვისაც გეტყვიან, მოვიდეს და დაესწროს. უფრო მეტსაც გეტყვით, პირდაპირ მივმართავთ ჩვენ სულს, რა გვინდა ეხლა, მე ხო კარგად მესმის მიტანილი ენა, ინფორმაციის გაფუჭება, რამდენიმე გადასვლა, პირდაპირ ვეტყვით ბატონ დინარაძეს, გამოაგზავნოს თავისი წარმომადგენელი, იქ იყოს ჩვენ მუშა პროცესში, რომ გაფუჭებული ინფორმაცია კი არ მივიდეს ის რაც ხდება და თუ რაღაცა და მაგათ წინადადება ექნება, იქვე იტყვიან. ასე რომ ეს არ კეთდება ვიღაცის საწინააღმდეგოდ, ეს კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოება არ იყოს მოშორებული თავისი ქვეყნის მართლობის სისტემას და ქვეყანა გავაძლიეროთ რა. აი გეფიცებით ყველაფერს, ეს არ არის რაღაც ეპითეტები, ეს არის აი დიდხანს ნაფიქრი, აპრობირებული, რასაც ჩვენ ვამბობთ აი ეს საკითხები. და ეს აი უყურეთ როგორი თემაა ეხლა ბოდიშვიხი ცოტა გამიგრძელდა. არა, ლაპარაკობ. ეხლა გინდათ ეკონომიკა, გინდათ მიგრაციული საკითხი, გნებავთ. ესე იგი როგორი თემაა, იცით, აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შევეხები ეხლა არ მინდოდა რომ გამოგჩენოდა. ჩვენ სწავლობთ სპეციალურად რა მდგომარეობაშია ქართული სოციუმი. აი როგორც ესეთი ელემენტი, რომელიც უნდა იყოს ხალხი არის, თქვათ იგივე ხელისუფლების სახელმწიფოს წყარო, ხო? აი რა მდგომარეობაში გვაქვს. ჩვენ ამის კრიტერიუმებსაც ვაყალიბებთ, შეფასების კრიტერიუმებსაც ვაყალიბებთ რა. აი პირდაპირ გეტყვით, როცა ჩვენ ვიღებთ ესეთ ფაქტორს, როცა ანუ გარდაცვლილთა რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე დაბადებულთა რაოდენობა, აქ კიდევ უამრავი დემოგრაფიული მაჩვენებლებია, რამდენი ახალგაზრდა გვყავს საერთოდ, მიგრაციაში რამდენი არის ახალგაზრდა, რამდენი შრომის უნარიანი ადამიანი მიდის და ვინ ბრუნდება.
ამის სანაცვლოდ როგორი ჩვენ რეჟიმი გვაქვს და უცხოელების შემოსვლა რამდენად გაადვილებულია და როგორ ნაცვლდება ჩვენი მიგრაცია უცხოეთიდან შემოდინებით, ხო? ეს ვითომ არაფერი. ამას აქვს გარკვეული რაღაც მომენტები, რომ ჩვენ უნდა ბევრი ნიუანსი გავითვალისწინოთ, ბევრს ახლა ღიათაც ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ეს მაჩვენებელია კიდე, აი ვერ ვამბობ რა ყველაფერს ეს არის მაჩვენებული ჩვენი საზოგადოება არის ენერგია დაცრეტილია. როცა შეგიძლია შენ მოუმატო ტარიფები, მოუმატო ფასები, გინდა ილაპარაკო და რაც გინდა გააკეთო, ხო? როცა შეგიძლია შენ ნებისმიერი თემა მოახვიო თავს, ეს ნიშნავს, რომ ენერგია დაცრეტილია და ეს იმდენად სახიფათო პროცესია, გარდა დემოგრაფიულისა, მიგრაციისა, ტერიტორიების დაცლისა, რომ ეს აი როგორ გითხრათ ახლა შეიძლება ეს ყველაფერი შეუქცევად პროცესად იქცეს. არა გვაქვს ჩვენ ამის დრო, იგივე ჩემ კოლეგებსაც ვიცახი, ზოგი დაждდება და ელოდება, ახლა რახანს მამალაძემ თქვა, მე იქ რამინდა, ან იმან თქვა, მე ხა ოპოზიციაში ვარ, იმაში ვარ, ზოგი აგინებს ამ ხელისუფლებას, ზოგი ცდილობს, არ გამოვა ჩემო ძვირფასებო ხელისუფლებასთან ბრძოლით, საქმე არ გამოვა. ჩვენ გვჭირდება დახვეწა და სახელმწიფოს გაძლიერება რა. ძალიან ცუდ დღეში ვარ. ეს ჩემი წინადადება ერთ-ერთი კიდევ მაგალითია, ერთ-ერთი კიდევ საფუძველია და პლატფორმა იმისა, რომ რაღაც ენერგია შევმატოთ, იმედი მივცეთ საზოგადოებას, რომ მას უნარი აქვს, მას აქვს უფლება, მას შეუძლია პრობლემის დაყენება, ინიციატივის წარმოჩენა და ამ საკითხის გადაწყვეტილების მომზადება. აი დააკვირდი რა თემასაც ვეხები რა. ზოგი აი ვითომ ყველა ჩვენ ეხა რუტინაში ჩავჯდებით, ეხა ახალ წელს გადავატარებ და მერე ვიტყვით, ვაიმე რა ხდება, დაცარიელ და ხალხი აღარ არის, მუშა აღარ აყვავს, შემოვიდა ერთი, მეორე და აი ეს ხდება ეს ყველაფერი. ამას სჭირდება კიდევ ძალიან სერიოზული მიდგომა. და კიდევ უფრო მეტსაც გეტყვით ეხლა ამან, აი მინდა უფრო სრულყოფილად რომ გაითავისოს ჩვენმა საზოგადოებამ, აი დააკვირდით დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ვერც ერთმა მმართველმა, ვერც ერთმა ვერ შეძლო ერის მაკონსოლიდირებელი იდეის და საფუძვლის შექმნა. ვერც ერთმა ვერ დაასახელებთ. ეხლა შეიძლება მიზეზები ვთქვათ, გარე ფაქტორები, შიდა ფაქტორები, აგენტები, ჯგუფები, მართულები. გავანებოთ ამის თავი, მაგრამ ერთ რომელსაც აქვს შინაგანი ენერგია, მას აქვს უნარი, რომ კონსოლიდაციას შეძლოს. და დღეს სწორედ ის მომენტი დგება, როცა ყოფნა არ ყოფნის მომენტები არსებობდა, ყველა გათვლებით, შეუქცევად პროცესში შევდივართ ჩვენ, ყველა გათვლებით. ეს იქნება 2050 წელს თუ 40 წელს უფრო აქეთაც წევენ უკვე, ხო, ყველა გათვლებით. ჩვენ აქ ეხლა უფლება, რომ ავდგეთ და ვიღაცაზე ნაწყენი ვარ თუ არა ვარ ნაწყენი, ამით ვიხენამწყენელოთ. ან შევიდეთ იმ რეჟიმში, რომ ეს ქართული სოციუმი შენი ხელისუფლების უზრუნველყოფის მექანიზმად განიხილო მხოლოდ შენი სიცოცხლის პირობებში, მოდი ვთქვა, მე ჭირსაც წაუღიაო, შეიძლება ზოგმა ესე თქვა. არა გვაქვს ამის უფლება ჩვენ. და ამიტომ ეს პლატფორმა, რომელსაც ვიძახი, შეგნებულად დავარქვით ჩვენ ამას. ბიძინა ივანიშვილის საკონსულტაციო ცენტრი, ჩვენ მივაწოდეთ მას ინფორმაცია, ველოდებით რეაგირებას, მაგრამ ყველა შემთხვევაში აი ეს მუშაობა არ უნდა გაჩერდეს და მე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ აქტიურად ჩაერთეთ რა. ეს არ არის ჩემი ცენტრი, არ არის ეს ჩემი. ეს იმიტომ გავაკეთეთ სიღრმისეული ანალიზისა და ის შესწავლის საფუძველზე, რომ ენერგია დაუბრუნოთ ჩვენ საზოგადოებას, იმედი მივცეთ და მივცეთ საშუალება და მექანიზმები, რომ თვითონ გახდეს ამ პროცესის თანამონაწილე და ჩვენი მართლობითი სისტემის დახვეწის თანამონაწილე პრობლემების გადაწყვეტისა და გადაწყვეტილებების მომზადების თვალსაზრისით რა. აი რა ვიცი ახლა ესეთი სამიტინგო გამოსვლა გამომივიდა, მაგრამ აი მართლა მინდოდა რომ გულით აგიხსნათ რა ეს ყველაფერი. აბსოლუტურად დროული და საჭირო იყო და ძალიანაც კარგი რომ ესე ვცლად ისაუბრეთ. მე ხა უნდა მეკითხა და დამასწარეთ რომ ბიძინა ივანიშვილის საკონსულტაციო ცენტრი და უნდა მეკითხა რომ ბატონო ბიძინა მიწმთქი და ესე იგი საქმისკოში ბუნებრივია ჩააყენებით. ჩვენ ეხლა იცით აი გეტყვით ერთ რამეს რა. აი მოდით ესეც მინდა ვთქვა თქვენს გადაცემაში, სხვაგან არ მithქვია ეს. იცით როგორი რა არის, როგორი თემა არის? ის ფორმატები ურთიერთობებისა, რომელიც არის, მე მიმაჩნია რომ ეს არ ჯდება იმ მოთხოვნილებებში, რაც დღეს ჩვენ გვჭირდება. ვიღაცა იმას SMS მიიწერება თუ 1-2 კაცი რომელიც კონტაქტობს და ნაცნობია თუ ოჯახის წევრია, არ შეიძლება ეგრე. ეს არასწორი არის.
ამ ფორმატმა იმის გამო რომ სისტემას არ აწყობს ესე იგი კომუნიკაციის პლატფორმის არსებობა სისტემას და არ აპიროვნებებს და აი ასეთ სიტუაციაში ხო ნახეთ რა მოგვიტანა ხო? ხო შეხედეთ რა მოგვიტანა. ამიტომ მე ეს გავაკეთე მივაწოდეთ ინფორმაცია და ღიად ყველაფერს ვამბობთ. ამიტომ შევცვალოთ რა, მიდგომები უნდა შეიცვალოს, რომ საზოგადოების პატივისცემა და ქვეყნის გაძლიერებას შევძლოთ. საზოგადოებას რომ უпростоრად ხელისუფლებას რომ სახალხო კონტროლი ჭირდებოდა, ამაში ყველა ვთანხმდები და ძალიან კარგია რომ თქვენ ეს წამოიწყეთ. ეხლა მე მაინტერესებს ასეთი რა. ექსპერტების, თქვენი კოლეგების, ზოგი ბევრი როგორც თქვენ ახსენეთ, თქვენ პლატფორმაზე მყოფი, ზოგი შეიძლება თლაც საერთო უпростоრად საერთო იდეოლოგია არ ქონდეთ, მაგრამ გამოხმაურება რამდენად იყო? ესა სულ ახალი ინიციატივა ხო 2 დღის. და აი არის გამოხმაურება ინტერესი გამოთქვეს მე მინდა გითხრათ რომ ეს აი გეტყვით მე ხლა იმ ჩატში საკმაოდ დიდი ჩამონათვალი იყო რაც ძალიან გამიხარდა მაგრამ რეალურად რა ვინ გამოჩნდა პერსონის გამლაპარაკო უბრალოდ დაინტერესება არის გეტყვით ეხლა როგორი სიტუაცია გვაქვს ამის ანალიზიც გავაკეთოთ უყურეთ როგორი სიტუაცია არის რა აი ეს თქვენ არ თქვი ჩვენი სოციუმის ენერგეტიკული მდგომარეობა რა სამწუხაროდ არა ჯერ მინდა გითხრათ რომ ეს ჩემი ინიციატივა გუშინ გავაჟღერე Georgian Times-ში და ეს პოსტი დღეს დაიდო გუშინ ეს პოსტი დღეს დაიდო დილიდან ხო ინიციატივიდან უკვე 2 დღეა რა გასული ნუ უფრო ერთ დღე აი ოფიციალურად რომ მეთქვა რომ ამას ვიწყებთ ეს დღეს გაკეთდა დილას იქ არის კომენტარებიც გამოხმაურებაც იცით როგორი სიტუაცია არის ჩვენთან აი ხშირად ესეთ შეცდომას უშვებენ არ არის ეგეც პრობლემა მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა აი რითი იყოფა საექსპერტო ჯგუფები რა საექსპერტო თქვათ საზოგადოების სხვადასხვა გუნდები მოდი ესე ვთქვათ რა ერთი არის რომელიც თქვათ ხელისუფლების დაფინანსებაზე არის და გადართული არიან იმ რეჟიმში რომ აი ეს რაღაც ანალიტიკა გააკეთონ ისეთი რომელიც იმ პოზიციას გააძლიერებს მეორე ჯგუფი პოლარიზება როგორია მეორე ჯგუფი არის გადართული არის ეს იმ ჯგუფებთან რასაც ახლა ეს ქვია ოპოზიცია თუ აგენტურა რომელიც იმართება საზღვარგარეთიდან აქ არიან ჯგუფები და იმას ამართებენ რომ არა ესენი რუსებია ისინი ევროპელებია აი იგივე ეს საექსპერტო ჯგუფებიც ესია დაყოფილი არის გარკვეული ჯგუფი შუაში რომელიც როგორ იცი აი გეტყვით ეხლა მოეწყინება და ესია რა არის მოლოდინი იმისა რომ ვიღაცა მიყიდოს ანუ ვიღაცამ გადაუხადოს შეუკვეთოს და უთხრას რომ აი მოდი შენ ჩაგსტავ მოგცემ ეთერს მოგცემ რაღაც საშუალებას და მიდი და შენ აი ჭკვიანი კაცი ხარ და მოდი ილაპარაკე ამაზე და ასე შემდეგ ისეთ რა არის მე ამის არ მინდა ამაში ჩავერთო რა და არ მინდა ამ იდეოლოგიის ნაწილი გავხდე არ მინდა ნამდვილად იმიტომ რომ მე ვხედავ ცოტა სხვანაირად მე ხო აგიხსენით რომ აქაც ენერგეტიკული დაცლა არის ჩვენს ადამიანებში არის ეს ენერგეტიკული დაცლა რომელიც ანუ საჭიროების მიხედვით კი არ არის მოქმედება შეკვეთის მიხედვით არის მოქმედება მიმივხვდით რაზე არის ლაბ შეკვეთის მიხედვით არის მოქმედება აი ძალიან სამწუხარო არის მაგრამ ჩვენ მე ამას არ ვერთვები ამაში ვისაც აქვს სურვილი ვისაც აქვს განცდა იმისა რომ და ენერგია იმისა რომ ჩაერთოს ამ პროცესში ჩაერთვება მივესალმებით არა აქვს მნიშვნელობა ის ადამიანი რაღაც რა იდეოლოგიას ატარებს აქ არის მთავარი მომენტი შენი სახელმწიფო გააძლიერო დახვეწო მართლობითი სისტემა და საზოგადოება გახადო მონაწილე პრობლემების დაფიქსირებისა და გადაწყვეტაში აი ეს ნაკლოვანება რაც გვაქვს ეს უნდა შეივსოს და ამის შევსების ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ბიძინა ივანიშვილის არსებობა ზოგს გონია რომ აი რახანს ბიძინა ივანიშვილი ეს არის ხელში პირიქით თქვენ წარმოიდგინეთ ბიძინა ივანიშვილი რო არ ყოფილიყო კიდევ გისვამთ საკითხს რომელი კორუფციული თემა წამოიწეოდა აი მოდი ვთქვათ რომელი თემა წამოიწეოდა კორუფციული რომელი ეკონომიკური თემაც არც ერთი ვერ წარმოიწეოდა ამიტომ მისი არსებობა პირიქით ჩვენ უნდა
პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სუსის მინისტრი, ეს აბარა სახელმწიფო ვერტიკალის უმაღლესი პირები არა არიან. ზოგი ეხა უბრუნდებით იმ საკითხზე ზოგს გონია როგორო იცოდა ვისგანაც უნდა ცოდნოდა ის იყო ამის მოთავე და საიდან ეცოდინებოდა მივხვდით და სხვა პლატფორმა რო ეს მისულიყო ეს ინფორმაცია განწყობები და ეს თემები მისულიყო არ არსებობდა და ამის შექმნაზეა ჩვენ კარგად შევხედოთ ნუ გონიათ ჩემო ძვირფასებო რომ ბიძინა ივანიშვილის არსებობა ეს არის ბაპირიკით ეხა ხანდახან სომხები მაშაყირები და 2-3 დნა დაიწენა რომ და 2-3 გოდაო რა შაყირობენ ეხა რუსულად ვიძახი სომხები მეუნა გვათხოვეთო 1-2-3 წლითო თქვენო ვერ იყენებთო მაგაცო რა ეგეთი ის არის და იცით რა არის ხა ხუმრობა ძალკე იყოს მაგრამ თქვენ კარგი კითხვა დასვით იგივე ექსპერტული საზოგადოება და რაღაცა ეს უნდა ჩაერთოს და რომც არ ჩაერთონ ეგეც არ არის პრობლემა იმიტომ რომ გეტყვით პირდაპირ იმდენი აი ეგივე შეერთებულ შტატებში რამდენი ადამიანია პროფესიონალი ეხა რომელიც მუშაობს სხვადასხვა განხრით და მე მინდა მივმართ თქვენ ჩაერთეთ ძალიან გთხოვთ რა ჩვენ შეგვიძლია რაღაც აი ამ მეც მინდა გთხოვოთ თქვენ რომ აი ეს პირები რომელიც სხვადასხვა დარგში არიან მართლაც კარგი სპეციალისტები რომ აქ თუ ვერ ჩამოვლი ონლაინ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ძალიან ბევრი რამის გავაკეთებთ ონლაინ და ეს ადამიანები მომაწოდეთ კომუნიკაციაში შევალთ ჩავერთოთ და დავიწყოთ პრობლემების გამოკვეთაზე და გადაწყვეტილების მიღებაზე მაქსიმალურად ყველას მივაწვდი ამ ინფორმაციას კი ბატონო მე არ გეგონოთ კიდევ ერთ ვიცახი რომ რახანც ჩემი ინიციატივა ეს არის ჩემი არ მე საერთოდ არ გავეკარები თუ გინდა თუ იტყვიან რომ შენ გაანები ამას თავი და ჩვენ მივხედავთ უკეთესათო მიხედონ მაგრამ ერთადერთი მე მინდა მივიყვანო ეს საკითხი ისე დონეზე რომ დაიწყოს მუშაობა როგორც კი მუშაობას დაიწყოს თუ ვიღაცას არ მოწონს რა ვიცი ხა ზოგი რას მაბრალებს ზოგს არ იგონებს და რაღაც ჭორების იმაში ცხოვრობენ და მიწერენ ხოლმე ის რაღაც პარჩევანგელ ბეგემოთებს და სოდებს ხო ზოგი ან ჭორში ცხოვრობს დღესაც ჭორში და ჭურში როიტყვიან ცხოვრობს ნუ ეს უყარე ხა ისე მაგრამ თუ ეგეთი რაღაც განცდები იქნება არ არის პრობლემა თავარია ქვეყნების სასიკეთო და ჩვენი ხალხისთვის სასიკეთო ნაბიჯი გადავდგაზო ვიცით რა არის გასაკეთებელი და გავყვეთ რა ერთად ამას აი ეს ხონა მექნება იგივე აი ძალიან დიდ გუნდთან ჩვენი როიტყვიან მოქალაქეებისა ჩვენი ქვეყნის სამშობლოს შვილებისა რომლებიც შეერთებულ შტატებში არიან რომ ამ პროცესში ჩაერთეთ ჩემო ძვირფასებო ჩვენ ქვეყანას ჩვენ უნდა უშველოთ და ვერავინ ვერ უშველის გამორიცხულია და ენერგია ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჩვენ თავში აი გვააკიდე მცირეოდენი ენერგეტიკული რაღაც საფუძვლები გამაერთიანებელი ფაქტორები აი რომლითაც უნდა გავერთიანდეთ კონსოლიდაცია შევძლოთ და პრობლემები გადავწყვეტოთ და აქვე ვიტყვი ბატონცემულო მაყურებლებო რომ კომენტებში როგორც კომენტარებს დაწერთ აქვე დაწერეთ კითხვები და ბატონო ლევანი ამას ნახავს მე დავაჯამებ და მაგალითად ნაახალ წლებს იანვრის თვეში შევხვდებით ერთმანეთს და ბატონო ლევანი აი რა მინდა კიდე გითხრათ კითხვებზე პასუხს გასცემს კი აი ეხლა ჩვენ გავაკეთებთ ვეცდები რომ ეს იანვარში უკვე გავაკეთოთ მინდა ესეთი ინტერნეტ პლატფორმა გავაკეთო გარდა სოციალური ქსელებისა რომ ესეთი იდეა გვაქვს აი დასაწყისისთვის ინტერნეტ პლატფორმაში შევა ნებისმიერი პირი იქ იქნება ჩამონათვალი თქვათ რომელ ჯგუფში შედის ესა თუ ის პრობლემა და საკითხი შევა დარეგისტრირდება და პრობლემას დააყენებს თავის ვარიანტს შემოგთავაზებს და ამ რანჟირებისთვის და რეაგირებისთვის უფრო გამარტივდება რა ამის გაკეთებასაც ვაპირებთ მაგრამ მანამდე ჩემი დიდი თხოვნა ჩვენი ეს პოსტები გაიზიარეთ და მოგწერეთ თქვენი წინადადებები ვის ხედავთ ვინ გიდათ სათათბიროში აი ესეთი პიროვნება ვისაც ენდობით აი საზოგადოებისთვის ცნობილი მისაღები ნორმალური ადამიანი და პროფესიონალები რომლებსაც თulit რომ ამა თუ იმ დარგში მათ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღებაში აი დიდი მონაწილეობა და თავისი ცოდნა და წვლილი შეიტანონ ძალიან კარგი და მე დარწმუნებული ვარ ამ ვიდეოსაც უამრავი კომენტარი ექნება და კითხვებიც იქნება და როგორც თქვით ჩვენ იანვრის თვეში ნუ ახალწლები რო ჩაივლის იანვრის მეორე დეკადაში ალბათ უკვე ამაზე პასუხს გავცემთ შევიკრიბები და ასე შემდეგ ბატონო ლევან თქვენ ძალიან საინტერესო პოსტი გქონდათ ესე წითელი ფონზე და იქ რეგულაციებზე საუბრობდით კერძოდ ეხებოდა იმ ეგრეთ წოდებულ არაბულ ქალაქებს და ძალიან კარგად ახსენეთ თავის დროზე რომ დავუშვათ გონიოს ველი აბსოლუტურად უპატრონო მიგდებული ჯერ იქ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამისთვის არ მოიცალა და ძალიან კარგი იქნება თუ ეს განაშენიანება პლუს ამას ეკოლოგიურადაც გაასუფთავეს ასევე ხდება ეს ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქ თბილისში მაგრამ თქვენ იქ უკვე გქონდათ რეგულაციებზე საუბარი
რა სიტყოდით ძირითადი რეგულაციები რა იყო? ანუ რა უნდა ყოფილიყო წინაპირობა იმისა, რომ ეს პროექტები წარმატებულად განხორციელებული იყოს საზოგადოების დაცულობის თვალსაზრისით. ბატონო, გეტყვით ამასაც, სხვათა შორის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ბიძინა ივანიშვილის საკონსულტაციო ცენტრის მუშაობისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ალბათ ერთ-ერთი პირველი. იცით, ასევე მინდა გითხრათ, რომ მიდგომებს აქვს თავარი მნიშვნელობა. ჩვენ აი ემოციურ დონეზე რაღაცა ჯგუფები პოლიტიკურად იყენებენ, რომ აი არაბები შემოცვივდებიან, წაიღეს ქართული მიწები, შემოიყვანენ არაბებს, გახსნიან ამ საროსკიპოებს, ჩვენი ქალები ესე იგი იქ შევლენ ბარდელებში. რაღაც აი ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ. ეხლა იქ არაბმა თუ არ გახსნა, იმ ქალს დააკავებს ვინმე, თუ გინდა ის საზღვარგარეთ იყოს თუ აქ იყოს. რაღაც ისეთი თემებია რა. ეს არის როგორი თემა, იცით, რომ აღზრან თითქოს პატრიოტული, მაგრამ გარკვეულწილად ცოტა დაბიო განცდები, ამანაც არ იმუშავა. ამანაც არ იმუშაოს, სხვათა შორის დააკვირდით, ეს ერთ-ერთი მაჩვენებელი იყო, აი კრიტიკას თავი რო გავანებოთ, բայց პატრიოტული გრძნობა როგორ არის, ეს ხშირად ბევრ რაღაც კვალიფიკაციებზე მაღლა დგება, თვითონ სულ და ფსიქოლოგიური და ცნობიერული მომენტებიდან გამომდინარე, ხო? არ იმუშავა, ამანაც ეს კიდევ ერთ-ერთი მაჩვენებელია ჩვენი საზოგადოების ენერგეტიკული დაშრეტილობისა. სახიფათო სიტუაცია მინდა გითხრათ ეს მაჩვენებელია მიუხედავად იმისა რომ ამ მომენტს მე მეგულად დადებითად წარვაფასებ ხო რა გეტყვით ჩვენი მთავარი ამოცანა ის კი არ არის რომ არაბებს დაუპირისპირდეთ და თურქები აგერ შემოსულიან და რაღაც ისეთი თემები გამოგრჩეს ეგერ ჯავახეთი დაცლილია სომხები წავიდნენ და ცოტა ხო იცით ვაკუუმის სადაც მეტია კონცენტრაცია ის გადადის დაბალ კონცენტრაციაში ანუ ეგერ 90 მილიონიანი თურქეთი დაცლილ ტერიტორია ადრე თუ გვიან დაკავებული იქნება ვიღაცის მიერ ჩვენ თუ არ მივხედეთ ხო მე ამაში უფრო ვხედავ ჩვენ ეგზისტენციალურ პრობლემას ვიდრე საინვესტიციო პროექტებში რაც შეეხება საერთოდ საინვესტიციო პროგრამების მიდგომას ზოგადად ეს არ უნდა იყოს პერსონიფიცირებული რომელიმე ქვეყნის ან ვიღაცა ინვესტორის მიმართებაში. ამიტომ ჩვენ გვჭირდება პროფესიონალურად მიდგომა და ჩამოყალიბება საკითხების. მე ძალიან მოკლედ გეტყვით, იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი კომპლექსური საკითხია, მაგრამ მე პირადად შეიძლება სპეციალისტებმა უფრო კარგი იდეა მოგცენ და დაამატონ ამას, ხო? როცა მუშაობას დავიწყებთ ამ საკითხზე. თქვენც მინდა რომ ჩაერთოთ. მე ესე უყურებ ამას ერთ მიწის გაყიდვა საერთოდ უცხოელზე და მათ შორის კომპანიაზე, მათ შორის იურიდიული პირები, სადაც უცხოელები შემოდიან, მათზე მიწის გაყიდვა უნდა იყოს აკრძალული. მიწის გაყიდვა შეიძლება კონდეს სახელმწიფოს მიწა და შეიძლება კონდეს საქართველოს მოქალაქეს დააკვირდეთ ამას და არა სხვა მოქალაქეს. ეხლა ვითომ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ეს არის, მაგრამ ისეთი აი მოიფიქრეს ეს სფერული ფორმა, ქმნიან ფირმებს, შევა ქართველი ამ მიწით, მერე გამოდის ფულს გადაუხდიან უცხოელი შევა ამ ფირმაში და უცხოელი ფირმაზე კი არის ის, მაგრამ უცხოელია პატრონი და რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ჩვენთვის? ანუ აქ როგორი ხრელებია მოძებნი, რომელსაც სისტემა ვერ ამჩნევს, აი როცა საუბრობ, ვერ ამჩნევს ამას სისტემა. და თქვენ რა გონიათ ეხლა რო იძახიან ეს ივანიშვილმა იცის ან მინისტრთან ეს ინფორმაცია არც მიდის. ეს არის ყველაზე პრობლემა, სერიოზული პრობლემა, რასაც აი ამიტომ გჭირდება ჩვენ იმას, რაც მე აქვსენიო საკონსულტაციო ცენტრი ჩამოვაყალიბოთ ეს პლატფორმა. ამიტომ როგორც გითხარით, მიწა, საქართველოს მიწა შეიძლება ეკუთვნოდეს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს. კომპანიებში სადაც შედიან თუ კი იქ ესე იგი საქართველოს მოქალაქე არ არის ის მიწა საკუთრებაში მას არ უნდა გააჩნდეს. იჯარი შეიძლება კონდეს, რაღაცა მოხმარებაში შეიძლება კონდეს და ასე შემდეგ. ეს გასაკეთებელია, იმიტომ რომ ერთადერთი უცვლელი და უძრავი რესურსი რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის მიწა, რომელიც ვერცად ვერ გაქრება და მთელი შთამომავლობა და ჩვენ მთელი ისტორია ამ მიწას უკავშირდება რა. აი ესე უნდა მივუდგეთ. ეხლა კიდე მოვაბავ მაგას. ეს მიწის თემა არის. მეორე, საინვესტიციო თემებში, ხო? საინვესტიციო საკითხები როგორ არის? ძალიან არის აპრობირებული თემები, ხო? ჯერჯერობით რომ მოდიან, არ არის პრობლემა, თანხა ჩადოს, სახელმწიფო შევიდეს, გააკეთონ, ესა დასაქმების თემაზე მე პირდაპირ ესე ვთქვი და ამასაც ესეთ შესასწავლია და ვფიქრობ, კარგი ვარიანტია. 95% დასაქმებული უნდა იყოს ადგილობრივი მოქალაქე. 95%. რატომ ვამბობ მას? როგორეთ, ეხლა გამოაცხადა ხო, მთავრობამ გამოაცხადა, რომ იქო დასაქმდებიანო ქართული კომპანიებიო. თქვენ იცით ქართულ კომპანიებში ვინ მუშაობს?
ნუ ეჭვება ხო არა ქართველები? რა თქმა უნდა. ჩამოყვანილია შუა აზიიდან ინდუელები ვიღაცება, ეს ხალხი მუშაობს. ძალიან დიდი ვაკანსია 15000 მუშახელი ჭირდება წარმოიდგინე. ესე იგი 15000 მუშახელი ვითომ ქართული კომპანიები შევლენ და ეს ქართული კომპანიები არანაირი რეგულაცია არ აქვს, შულ შემოიყვანენ უცხოელებს. ქართველი ადამიანი ვერ დასაქმდება ეს. ამის გარანტია და ამის რეგულაციები შექმნილი არ არის ამ პროექტებში. მე ამას უყურებ. რამიშო არაბია, თურქია, მე ესე არ განვიხილავ ამას, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ხალხის ინტერესების დაცვა, ხო? ანუ აქ არის ლაპარაკი, ზოგი იტყვის, რომ არა გვაქვს ადამიანური რესურსი. თუ არა გვაქვს ადამიანური რესურსი, შენ დაიწყე ეს ვალდებულება შექმენი და ინვესტორი რომ მოდის, მას ეცოდინება, რომ უნდა მოიწვიოს. იგივე ამერიკაში მაცხოვრებელ ადამიანს რამდენი დეპორტ ელოდება ახლა დღეს, ხო? მან რომ იცოდეს, რომ იქ დასაქმდება, ზოგმა სამუშაო ვერ იპოვა, ტაქსზეც ვერ დაჭდა, ხო, ამერიკაში და ტრაილერების იმედით რო იყვნენ, საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთეს. ამიტომ ეს ხალხი დაბრუნდება და ჩავა იქ და თუ ეცოდინება, რომ მებათქა შეჭირდება თუ ფუნდამენტის სპეციალისტი თუ გეოდეზისტი, ხო? გაივლის კურსებს და ისწავლის ამას. და მათ უნდა ასწავლონ და სახელმწიფომაც უნდა დაეხმაროს, რომ ხელობა შეიძინოს და დასაქმდეს და მიიღოს კარგი ხელფასი. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ შენი ადამიანი დაასაქმო. უფრო მეტსაც გეტყვით, საერთოდ პროექტებთან დაკავშირებით, რომელშიც დიდი მონაწილენი არიან უცხოური კაპიტალის შემოდის. ხო, ეს კარგია, ჩვენ კაპიტალის შემოდინებას ხელი არ უნდა შევუშალოთ. ეს არ შეიძლება ჩვენ რაღაც ემოციურ დონეზე ვწუხდეთ. აქ არის როგორი მომენტია, გეტყვით, როგორი მომენტია, იცით? კაპიტალის შემოდის, შენდება, მათ აქ გათვლები მოგება უნდა მიიღონ და მე მოგების მერე რა უნდა ქნან? ხო, რა უნდა გააკეთონ? ანუ ასე არის გათვლა, რომ შენ აძლევ, რამდენი წელი იქნება 20, 30, 50 წლით ამ პროექტში შედიხარ, მიწაც შეგაგშენი, მაგრამ იმის საკუთრება ეს ვერ გახდება, როგორც გითხარი, მონაწილეობს შენი ტერიტორიით, ტერიტორიის აღდგენა, დეველოპმენტი ხდება, სახლები აშენდება, სახლებს გაყიდე, არაბებზე კი არ ყიდიან, ეს ემარ ჯგუფი და ეს, რა ქვია, ეს კომპანია ყიდით მთელ მსოფლიოში. ეხა მაგერ უაიღოთ ხო ჩვენმა კომპანიებმა ხო რამდენი პროცენტი სულ ისრაელის მოქალაქეები ისანი არიან რუსეთის მოქალაქეები უკრაინის მოქალაქეები ისრაელის მოქალაქეები არის პირველ ადგილზე უაიღოთ ახლა ვიზი არის ბინები გაყიდული ხო აი სტატისტიკა რო ავიღოთ ხო არაბები სულად არც იმაში ჩამონათვალში თითქმის არ არიან ამიტომ ვიძახი აქ არაბების თემა უბრალოდ ყოლმოჭრილად იყო შემოტანილი. ამიტომ ყველა პროექტი, რომელიც კეთდება საინვესტიციო და სახელმწიფო შიგნით მონაწილეა, გარკვეული ვადით უნდა გაიცეს, ამ პროექტმა თავისი მოგება და მონაწილეებმა უნდა მიიღონ და შემდგომ ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ვერა გონიათ ეხლა ამერიკაში, ევროპაში პორტები რო აშენდა, ჩინელები რო მონაწილეებს შევიდნენ და რამდენი წლით აქვს მიცემული, მე სახელმწიფოს უბრუნდება. აგერ ბრიტიშ პეტროლიუმის გასადენი და ნავთობსადენი ვის დაუბრუნდა გავიდა 30 წელი სულ აზერბაიჯანს უბრუნდება ხო მართავდა მაგრამ ეხლა აზერბაიჯანი რას ამბობს მე რა თქმა უნდა ეს ქონება ჩემი კაპიტალია მაგრამ ისევ მართვაში ბრიტიშ პეტროლიუმს დაუტოვებ ხო ბატონო ეს სხვა ფორმატია რომ მართვაში დაუტოვო და ჩვენთან არის ველური მიდგომა მოდით მივცეთ და მე რა იქნება როგორ იქნება ყურადღებას არ აქცევენ და თან კიდე ცოტა გონიერად ხომ მიუდგეთ რა ამ პროექტებში ეხლა ზოგიერთ როქს რო გონია ეს როდის მოგებას ეს პროექტები წამგებიანი არასდროს არ არის მათთვის და რატომ არ არის აგიხსნით ახლა ესეც უნდა ვიცოდეთ რომ ეს ხვილი პროექტები თუ კი აიღებთ როდის ხდება თანხის მოგება სასტუმროდან ხო სასტუმროს ის არის ძალიან გვიანი ფულია რა გვიანი დაბრუნება არის 10 და 20 წელი შეიძლება გაგრძელდეს და მე რემონტი კიდე ჭირდება და ფაქტიურად ეს სასტუმრო თვითონ მომგებიანი არ არის მომგებიანი არის კაპიტალიზაცია ემარ ჯგუფი აბანახეთ რამხელა აქციების ბრუნვა და რამხელა შესაძლებლობებია ამ თვალსაზრისით ხო IPO გაკეთებული აქვს და იგივე ამ პროექტებით ეხლა ჩვეულებრივად კაპიტალს გაზრდის ამ თანხას აქციების სახით მოიზიდავს ფულს მიიღებს მე კრედიტსაც აიღებ ბანკიც მაგათია ანუ ეს მათი ბიზნესია და აკეთონ ეს ჩვენ რაში რა გვაქვს მაგ თავარია გააკეთონ ეს მაგრამ თავარი ის არის რომ ჩვენ დავისვათ და ჩვენი სახელმწიფო რაღაცა აი გაძარცვული კი არ დარჩეს მოგებული დარჩეს და ჩვენი ხალხი დასაქმებული დარჩეს ეს არის აქ ჩვენ ესეთი ემიგრანტებს გულისხმობ ჩვენ გარშემო ხა ვინც არიან და პირადად მემადარდეთ ესე როგორ შეიძლება რომ საერთოდ განხილვის თემიდან ამოვიღოთ ინვესტიცია და ბინადრობის უფლება
მოდით ამის ინიციატივაც გააკეთეთ, როცა ამის დრო მოვა, იმიტომ არ შეიძლება, აი მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენ კარგად იცით, 5 მილიონიანი ქონებაც რო იყიდოთ, საერთოდ არაფრის პრიორიტეტს არ შეიძლება აეროპორტ JFK-ში არ შემოგიშვან ამერიკაში. და ხო შეიძლება რომ 50,000, 100,000, 300,000 მიიღებ ქონებას. საერთოდ გავმიჯნოთ რა თანხობრივი დამოკიდებულება და საქართველოში ბინადრობის უფლება და მერე კიდე ალბათ მოქალაქეობის უფლება. შეიძლება ეს მოხდეს? იცით რა არის ეს არის დასათვლელი კარგად მე გეთანხმებით ეს აი მე სხვანაირად გავაკეთებდი ეს ბინადრობის მიღების უფლებას უფრო გავაკეთებდი ისე რომ ჩვენი ეთნოსი გაგვეძლიერებინა. თუმცა ბევრ ქვეყანას აქვს ესე სიტყვაზე თურქეთში ეხლა მოიხსნა, მაგრამ იქ არის ჩამონათვალი არსებობს თურქებს აქვთ, ვის შეუძლია იყიდოს ქონება და მიდადრობა მიიღოს. და იქ არის ქვეყნების ჩამონათვალი, რომელიც მათ ეთნოსთან ახლოს არის. ხო, ანუ პანთურქული საზოგადოება. ხო, ანუ აი თურქული წარმომავლობის თემა თუა ჩადიხარ იყიდი და მიდადრობასაც ღებულობ და მე შეგვიძლია მოქალაქეობაც მიიღო. ჩვენ მაგას ვიყიდით ალბათ. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ პირიქით, ეხლა შეერთებული შტატებიდან იგივე მოქალაქე იყო თუ რუსეთიდან ჩამოსული რამდენი ჩვენი მოქალაქეა. ზოგი ფერეიდანიდან არის და ასე შემდეგ ჩვენი მათ უნდა მივცეთ გარკვეული პრიორიტეტები. რომ თანხაც გათონ გამარტივებული წესი იყოს, მათ უნდა მივცეთ. დანარჩენზე თუ იყიდიან ქონებას, მათ ყოფნის უფლება უნდა მივცეთ, მაგრამ ბინადრობის უფლება და შემდგომ მოქალაქეობის უფლება უნდა იყოს, როგორ იცით, ის შინაგანად ქართველი უნდა გახდეს. ჩვენ არ უნდა გადავაკეთოთ ის ადამიანი, მაგრამ თუ გინდა რომ შენ ბინადრობა მიიღო და მოქალაქეობა, უნდა გააწერო ეს არ უნდა იყოს ქონებაზე მიბმული. ქონებას არ უნდა მივაბა. არ უნდა იყიდებოდეს ისა, თუ მასე წავიდა, ყველა მიყიდიან და მე ვიღა დავრჩები ჩვენ, ხო? 150,000-ისა და 300,000 დოლარს შორის ინვესტორისთვის, ანუ ვიღაცა მდიდარი უცხოელისთვის არ არის დიდი სხვაობა. ხვდებით, იმასაც გადაიხდის და ეს თვითონ ბინადრობის პრობლემას რომ მოხსნით, აი ამ დიდი საინვესტაციო პროგრამებიდან, ის მანკიერი წრეების დაიხურება, ქორწინება, ან რაღაც ამდაგვარი, ან კიდე ეს ყველაფერი და რაღაცა. ეს ყველაფერი უნდა გაიწეროს, ჩამოიწეროს. ეხლა ეს ამ ბევრი ფაქტორის შემცველი საკითხია რა. მაგრამ როგორ უყურებ მე იცით, ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, რომ რამე სტრუქტურა რო ამაზე ეხლა იჯდეს და მუშაობდეს, ხო არ არის. აი ეს პლატფორმასაც იმითო ვაკეთებ. აი ეს რომ ჩამოწეროს ყველაფერი ხო გასათვალისწინებელია. ჯერ სტატისტიკებია სანახავი, რა გვაქვს, როგორ რა გვაქვს, ჩვენი ეთნოსის მოთხოვნა როგორი არის, რამდენი ადამიანია მოსული, რამდენს ქონდა სურვილი უარი უთხრეს, ხო? ეს ყველაფერი უნდა ავწონ და როცა ვამბობ მე ენერგეტიკული შევსება, ჩვენ თუ შემოდინება არ მივიღეთ, ჩვენი ეთნოსის შემოდინება თუ არ მივიღეთ, არ მიდის საქმე კარგად. და თუ კი სხვა შემოდის, ის შინაარსობრივად ქართველი უნდა გახდეს. კაცო, ყივჩაღები რო ჩამოასახლა, იგივე დავით აღმაშენებელმა, ხო? ეხლა თქვენ ახართ ყივჩაღი თუ მე ვარ კაცმა არ იცის. მოდი ისე ვთქვათ რა. ხო, ესეთი თემაა. ხო, ამიტომ ეხლა ეს იმითო გაკეთდა, რომ იქ ისინი სამხედროები იყვნენ და სამხედროში მონაწილეობა მათ აიძულებდა ტრადიციებიც მიეღოთ და ენაც ესწავლათ, ხო? რაღაცა იმ მსგავსი ფლატ პარალელს არ გავალი, უბრალოდ მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ ჩვენი აი როგორა მიმართულება, სტრატეგია რაში უნდა იყოს, ის აგვაქვს ჩამოსაყალიბებელი და ყველა ნიუანსი გასათვალისწინებელი, რომ არ დავზიანდეთ და გავძლიერდეთ. თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ ესე ვთქვათ პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების ექსპერტთა ჯგუფიდან, აი ამ დიდ კოგორტიდან, ვისაც ჰქონდათ ინიციატივა, რომ გარკვეული სახის რეგულაციები შესულიყო საიმიგრაციო წესებში. და რომელ წესებში ვერ გავიგე? საიმიგრაციო წესებში, ანუ საქართველოში ემიგრაციის მომენტი და ცით როგორი მომენტია, ყველაზე ცუდი ის არის, რომ მავანი ძალიან ხელსაყრელად იყენებენ იმ გავრცელებულ ვიდეოებს, აი მაგალითად დღეს დაიდო თუ გუშინ აღარ მახსოვს მოკლედ, რომ ვიღაც არაბი წარმოშობის ახალგაზრდა კაცი დათვრა ბათუმში და მოყვა ამას მთელი ინციდენტი. მერე ვიღაცამ იქ ქუჩა გადაკეტა, იმიტომ რომ ხალიჩა გაშალა და რაღაცა. შეიძლება ეს ფრაგმენტულია, ეპიზოდურია, მაგრამ როცა მედიაში შუქდება და პლუს კიდე ამას ემატება სოციალური ქსელები, იქნება ვინც მით უმეტეს საქართველოს გარეთ ცხოვრობს. იქნება ისეთი წარმოდგენა, რომ ქართველი აღარ დარჩა საქართველოში.
ხო და რამე ინიციატივა გაქვთ კონკრეტული, აი თუნდაც ამ საინიციატივო საკონსულტაციო გუნდში ცენტრში რომ შეიტანოთ, რომ როგორი რეგულაცია შეიძლება იყოს ისეთი, რომ არც იმიჯი დაზარალდეს ქვეყნის და არც დაუშვათ რამე ესეთი ინგლისურ ფრაზას გამოვიყენეთ, side effect-ი მოყვეს ამ ყველაფერს, ანუ გვერდითი მოვლენები. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? ცით რა არის ეს ბევრ ნიუანსს შეიცავს რა ეს საერთოდ ესე მარტივად არ წერს იქ რელიგიური ფაქტორია, ეთნიკური ფაქტორი არის, აღსარებლობა და ბევრი ნიუანსი ახლა არ ვიცი ის არაბი როგორ დათვრა, მათ აკრძალული აქვს საერთოდ დალევა თუ არაბი საერთოდ არაბი იყო ეს ფაქტი საერთოდ ეგეც გასარკვევია. იყო თუ არა და რაღაც მეორე ხარ რა გასაშუქებელი ეს თემა არის ხო? თქვენ რა გონიათ ეხლა იქ ჩასულები რო იჭუბეს ჩვენი დეპუტატები რო იყვნენ იმაში დუბაიში ხო გასწორთ? ადრე ჭუბი რომ მოხდა რა ხო ჭუბი რომ მოხდა იქ პარლამენტის წევრი და ვიღაც ოპოზიციონერი ხო და დაცხეს ერთმანეთს რაღაცა და რომელმა არაბულმა იმან გააშუქა ეხლა მაგნაირი ჭუბი რამდენი ხდება ხო ეს ერთი მეორე ფათაშორის ჭკვიანურად უნდა მიუდგეთ რა ეხლა დუბაიში ეხლა აიღეთ თქვენ ვინ ცხოვრობს არაბები ცხოვრობენ რამდენი პროცენტი არაბი და რამდენი პროცენტია ჩასული ხო და არ გეცნობათ ხო როგორიც ანუ მათი გათვლა იმაზე კი არ არის ხალხი რო ჩადის იქ ბინასაც ყიდულობენ არიან მაგრამ ისინი ბინადრობას ვერ ღებულობენ მოქალაქეობა საერთოდ იქ მთელი პაკისტანი იქ ჩასულია და მოქალაქე მე არ ვიცი რამდენია რა შეიძლება 1-2 ადამიანი ვისაც შეიხმა შეიძლება თორე ის გააყოლა შვილი ან ვიღაცა ესე წარმოუდგენელი ამბავია ხო მაგრამ მათი კონცეფცია სხვა არის ისინი ჩადიან მომსახურე პერსონები არიან თუნდაც არ ცხოვრობენ რაღაცას აღწევენ მაგრამ ყველაფერი ქონება მიწა და რაღაცა ეს არის აი არაბული ჯგუფის რომელიც ფაქტიურად ემირატები ჩამოაყალიბეთ ხო იგივე თუგნებაც საუდები და ასე შემდეგ ამიტომ ჩვენ კარგად გავითვალისწინოთ აი ეს ზღვარი სად გადის შენი თქვათ ეროვნული ინტერესი და სად არის შენი ქვეყნის გაძლიერების პერსპექტივები რა აი ეს იმდენად მნიშვნელოვანი არის რომ ყველა ნიუანსი არის გასათვალისწინებელი რა ყველა ნიუანსი არ უნდა დავივიწყოთ მე იმიტომ ვთქვი ჩვენ გვჭირდება სტრატეგია და ამ სტრატეგიას უნდა მივაბათ ყველა მომენტი ის რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი იყოს თავარი მიმართულება სახელმწიფოს გაძლიერება იყოს მიმართულება და რა თქმა უნდა ბიზნესი ისე უნდა შემოდიოს ჩვენ მოქალაქეები მდიდრდებოდნენ ანუ აი კონცეფცია არის შესაძლებელი მიდგომის მათო მოიყვანე არაბები არაბეთში არაბი მომსახურე არ არის რეაქციეთ ყურადღება არაბეთში არაბი მომსახურე არ არის ყველა ჩადის და ყველა მომსახურეა სერვისებს ქმნიან და მუშაობენ ჩვენთან ჩამოდიან და მომსახურე ჩვენი მოქალაქეები არიან დააკვირდით ამას ეს არ ნიშნავს იმას რომ შენ იმუშაო და ხელფასი მიიღო აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ამიტომ აი ეს არის სტრატეგიის განსაზღვრის მიმართულება რა ამას უნდა მიებას ყველა ნიუანსი რაც თქვენ ბრძანეთ ბინადრობისაც მოქალაქეობის მიღებისაც და აი ყველა ის ფინანსური თქვათ განაკვეთისა რამდენი შეიძლება ქონება იყიდონ და ასე ეს ეხლა მე რო გითხრათ ჩემი მოსაზრება შეიძლება რაღაცა გამომრჩეს მე გითხარით ჩემი მოსაზრება შეიძლება რაღაც გამომრჩეს მაგრამ ამას ჭირდება პროფესიონალური მომზადება თელი კონცეფციისა და გადაწყვეტილებებისა რომ ჩვენ აი სწორედ აი სხვათა შორის არაბებისგან ეს ვისწავლოთ რა როგორ გააკეთეს მაგათმა როგორ ქვეყანა ააშენეს და თვითონ არ არიან მომსახურეები აი ამას მიაქციეთ ყურადღება მე ერთს ვიტყვი რომ ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ საქართველოს გულისხმობ რომ რაც უფრო საქართველოს იქნება კეთილდღეობის მაგალითი და ნიმუში მით უფრო მეტი გვერდითი მოვლენა იქნება ამ ქვეყანას ვხვდებით ხო იმიტომ რომ ყველას მოუნდება ქვეყანაში შემოსვლა ეს რო იყოს დასავლეთში ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა გასაგებია იქ მეტნაკლებად ყველა ერთნაირად ცხოვრობს მაგრამ საქართველოს სადაც იმყოფება თქვენ ყველაზე კარგად იცით იქ როგორც კი კეთილდღეობის დონე იწევს ყველა ცდილობს რომ საქართველოში შემოვიდეს სხვადასხვა ხრიკები თუ გამოიყენოს ესა თუ ის მანკიერი წრეები და დასაქმდეს და იმ ესე ვთქვათ სამომავლო ოაზისში იცხოვროს აი ეს გვერდითი მოვლენა აქვს საქართველოს კეთილდღეობას და ზუსტად იმიტომაც მივესალმები ორივე ხელით ამ საკონსულტაციო ცენტრს რომ იქ მსგავსი რაღაცეები განისაზღვროს რომ ეს საფრთხეების პრევენცია გავაკეთოთ თორე რაც შეეხება არაბებს ბატონო ლევან მე ვთვლი რომ არაბებზე მოხდა პოსტრეაქცია დაგვიანებული იყო ეს ყველაფერი და იმიტომ მოყვა ამ ხელა რეზონანსი და ამიტომ მსგავსი რამ რო არ მოხდეს პრევენციაა საჭირო
რეგულაციები ჩვენ გვჭირდება სტრატეგია და შესაბამისი რეგულაციების შემოღება, რომ აი ეს ყველა მომენტი გავითვალისწინოთ და გავძლიერდეთ და არა დავსუსტეთ. ეთახმებით. კი ბატონო. და ბატონო ლევან, ერთი ესეთი ძალიან სენსიტიური თემა არის. ეს call center-ები საქართველოს ფენომენი არ არის, ეს ამერიკაშიც კარგად არის აპრობირებული, ევროპაშიც აი დღეში 100-მდე scam call-ი შემოვდის. ხვდებით, ხო, უბრალოდ T-Mobile-ის ოპერატორი უკვე ცნობს ერთ და იგივე ნომერს და თვითონვე მიბლოკავს. ანუ მიჩვენებს, რომ არის ყალბი ნომერი. და როგორ ფიქრობთ, აი საქართველოს როდის უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი? კი, გასაგებია, რომ ქართულ პენსიონერზე არ ნადირობენ, იმიტომ რომ ქართულ პენსიონერს საერთოდ რა აქვს, რომ წაართვა, მაგრამ იმიჯს გვინგროს ძალიან. იმიტომ რომ უკვე ყველა ლაპარაკობს, რომ ერთ-ერთი აქტიური call center-ი არის აი საქართველოში და აი ევროპელ მოსახლეობას და ან აღმოსავლურ მოსახლეობას წარწვავენ. ამას რა უნდა ეშველოს, როგორ ფიქრობთ? თუ გაქვთ რამე ისეთ რა არის, მე გეტყვით ახლა საერთოდ რაღაც ისე უცნაურად ითქვა ხა რომ გამოაცხადეს რუსის უფროზე მცირე ოდენ ზუსტად მაგ კონტექსტში ვამბობ. ეხლა უკვე მცირე ოდენ call center-ებს აკონტროლებდაო და არა მცირეც ვინ აკონტროლებდა. ხო, მაგას ესეთ პიარის შეცდომა რომ შეიძლება ეხლა ესე თქვა. ჯერ თვითონ როგორი ის არის პარადოქსია, ხო, უშუალოდ სამსახური რომ ფარველობს call center-ებს. ბაღის იმიდან იღებდნენ თანხებს და ეხლა მე რა ვიცი, იცით რა არის, მე იმასაც კი უშვებ, რა სიმართლე აქვს ეხლა ამ პირებს ვინც დააკავეს, ხო, იმას ჩვენ ვერ ვგებულობთ, არ გვესმის რა. მე ბევრი რაღაცა ჩემ თავზე მაგ გამოსწილი ტყუილის და რაღაცების, მაგრამ თუმცა ფაქტები იდება ერთია და მეორე ისიც უნდა ითქვას და თუ ვერაფერს ვერ ამბობენ, ხო გასაგები არის უკვე რა. ეხლა კონცენტრების თემა გეტყვით საქართველოში ну ეხლა თუ მოინდომეს მაგათ ყველაფერს დახურავენ თუ დარჩა და თუ მუშაობენ ეხლა მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია მაგრამ მე რაც გამიგია და რა ვიცი ქართველები ბევრი არა საქართველოში მართავენ ამ კოლ ცენტრებს საერთოდ კოლ ცენტრების ბუდე არის უკრაინა ყველაზე დიდი კოლ ცენტრები არის უკრაინაში ეს არის შემდეგ აი ეს ქართველები აქედან წასულები ბევრმა გააკეთა ზოგიერთი მინისტრის ლოგი რაღაცა იცი თქვენ ვინც არიან და მე ხა როგორც არცელებენ ინფორმაციას იქეთ არის კიდე ალბანეთში ამბობენ საკმაოდ ხა ალბანეთში გადაინაცვლა ანუ რაღაც ტერიტორიებს პოულობენ სადაც კარგად მუშაობს ლოიალური კანონმდებლობა და ისინი სადაც კოლ ცენტრების ბუდია თავის მოქალაქეებს არ ძარცვავენ სხვებია ამერიკაზე და ევროპაზეა ქართლები და ეს არის ყალთაბანდობის თაღლითობის სქემა იმიჯს ვიგროვთ იცით რა არის ეხლა მე გეტყვით ეს მოვლენა ერთი ქვეყანა ამას ვერ მოუვლის. ეს უნდა მოინდომოს შტატებმა, ევროპამ და კიდე იმ ქვეყნებმა, სადაც არის იგივე ჩვენთან თუ ალბანეთში და უკრაინაშია, იქაც უნდა მოინდომოს. აი ეს როგორც ნარკომანიასთან ბრძოლის ერთობლივი რაღაცა სისტემა არსებობს, ანალოგიურად უნდა დაიწყოს. მაგრამ ერთი ნიუანსი გაითვალისწინეთ, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი ეს კოლ ცენტრი ეკრიშას რო ეძახიან. ხო? თანამდებობრივი ფარველობის გარეშე ვერ იმუშავებს ეს არის გამორიცხული და ის რომ დღემდე ის არსებობს არსებული მართლობები არ არის გამორიცხული საზღვარგარეთაც ვაგანაც იყვნენ დაინტერესებული ამის არსებობაში. ასაგები. ესე იგი აქაც პოლიტიკური nebaa თორე შეიძლება მარტო გამორთო რა მარტივად. რა თქმა უნდა. ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ ამ წინასაახალწლო და ამ საინტერესო თემებზე ისაუბრეთ და თუ რამის დამატება გსურთ, მე გისმენთ, მოხარული ვიქნები. ერთ დავამატებ ახლა მინდა მოდის ახალი წელი და ყველას მინდა კი ამით დავიწყეთ, მაგრამ მინდა ყველას მოგილოცოთ შემოძვირფასებო. არ მინდა ახლა ცუდი განწყობა შეგიქმნათ, მაგრამ მზად ვიყოთ იმისთვის, რომ 2026 წელი შეიძლება არც თუ ისე მარტივი წელი იყოს. პროგნოზებით უფრო ციმე რაღაცებს გვეუბნებიან არ გაფრთხობთ ნამდვილად უბრალოდ გავითვალისწინოთ რაც მარიცით ეს ომის დამთავრება როდის მოხდება და შემდგომ კიდე ახალი ომის წამოწყების საშიშროებებიც არსებობს ჩვენი მთავარი მონაპოვარი ის რომ საქართველოში მშვიდობა გვაქვს ვიცით გურულების პირველი სადგირძელო მშვიდობა რო იყო დაცინოდნენ ახლა მშვიდობით ვიწყებ და ვამთავრებთ რომ ჩვენ თაობა ვარ და მახსოვს რომ დაცინოდეთ უფროს თაობას
მშვიდობას გავუფრთხილდეთ, დანარჩენ ყველაფერს მიეხედება ამ სისტემასაც დავხვეწავთ, ერთად ენერგიით დავიტვირთოთ, ჩვენ სამშობლოს მიმართებაში ბევრი საქმეები გავაკეთოთ, არ დავიზაროთ, ერთმანეთის გვერდზე დავდგეთ და მოვძებნოთ ის საფუძველი, რომ ჩვენ ერი გავერთიანდეთ. სხვების დასაყოფი ნუ ვიქნებით რა, ვინ ვის მხარეზეა, ვინც რა სახელს მოუგონებთ, გავერთიანდეთ და როგორ გავერთიანდეთ, ესეც ერთად ჩამოვაყალიბოთ. მინდა ყველაფერი კარგი გისურვოთ, ღერძელობა ოჯახებში, მშვიდობა, ჯანმრთელობა და ყველაფერი კარგი და სიკეთე ჩვენ სამშობლოს და ჩვენ ხალხს. დიდი მადლობა ბატონო ლევან და თქვენს გისურვებთ, რომ ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენი ოჯახში პერსონალურად 2026 წელი და ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოსთვის ასევე ფეხბედნიერი ყოფილიყოს. და მაყურებელს შევახსენებთ, რომ ვისაც მოგწონთ ის რაც ისაუბრო ბატონმა ლევანმა და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან აქტუალური თემა იყო, გთხოვთ გაავრცელოთ. დააშიარეთ, ანუ გაავრცელეთ მაქსიმალურად ჯგუფებში, მეგობრებში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრო ბატონმა ლევანმა. აი, ჩემი პოსტის ლინკით ჩავდოთ თქვენთან და ვადვილებთ. კი, აუცილებლად მე გადავიტან იმ ლინკს ჩემს იმაზე პირად გვერდზეც და YouTube-ზეც მივუთითებ იქვე, დანამატში. დიდი მადლობა, წარმატებები.